ტობას საღამომშვიდობისა როგორ ხარ? საღამომშვიდობის თეკლა როგორ ვიქნები დუხს და გადადუხს რა შეთანხმებული ერთ ფერებში გადაწყვეტილებული რა? ეთქობა არ ვიცი რა. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის ყოველ ლაივში აღვნიშნავ ამას, იმიტომ რომ შენი პროგნოზები იმაზე მალე მართლდება ხოლმე, ვიდრე შენ წარმოგიდგენია, მაგრამ მე ხა ჯერ დასაწყისში მინდა ვისაუბრო ქართული ცირკი არ არსებობს და რომ იარსება ძალიან ბევრი თანამშრომელი ეყოლებოდა პოტენციურ თანამშრომლები დაკარგა და ასევე ქართულმა სპორტმა დღევანდელი პარლამენტის კადრები ალბათ ნახე სოციალები აჭრელებულია. წყალობით მე არ ვიცოდი და მე შენ რო დაგაზაფხულო სესია დახურეს. დადი რაღაც. ხო, აი ნახე დაღლილმა ქართველებმა პარლამენტში მსხდომმა დაღლილმა ვაი ქართველებმა უკვე რომ და დაისვენონ და ძალიან ბევრი იღვაწეს ჩვენი სამშობლოს წინაშე იქ სადაც ესწრებოდა პატრიარქი შიო მესამე სხდომაზე ატეხეს ერთი ამბავი და ცემა ტყეპა და ციგნების აი ნახე ზოგადად ციგნის მნიშვნელობაც რა რისთვის უნდა გამოიყენონ ესეც კი დაკარგეს ციგნებს უტყავდნენ ქალბატონებს თავში და რაღაცა სწავლი კადრები იყო ეს და მინდა რამოდენიმე სიტყვით ამ თემაზე ისაუბრო და მე უკვე რას ნიშნავს ზოგადად ესეთი რაღაც როცა ხდება ქვეყნის პირველ ორგანოში თეკლა მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემს მასთან დაკავშირებით იმაჩნია რომ პარლამენტარიზმმა როგორც ასე ვთქვათ ფორმა მართლობის ფორმა აი ლეგისლატიური ანუ საკანონმდებლო შემოქმედებით ორგანომ საქართველოში არ გაამართლა. საქართველოში ამან არ გაამართლა არც 18-19 წლების ანუ წინა საუკუნის რესპუბლიკის პერიოდში და არც 90-იანი წლების მერე და პრინციპში არასოდეს არ ამართლებდა არც ყუთლოვარსანის დასმა არ გაამართლა თავმოყრის დროს ხო მოგეხსენება ხო და პარლამენტი ესე იგი არის რა პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო რომელიც წარმოადგენს ხალხს და ხალხის ერის ნებას ხო მაგრამ ქვეყანაში რომელშიც ერს და ხალხს მაცხოვრებელს ამ ქვეყნისას არ გააჩნია სუვერენიტეტი ანუ არ არის პატრონი თავის ქვეყნისა არ შეიძლება ჰქონდეს ესეთი წარმომადგენლობა რომელიც მის ინტერესებს გაატარებს და მის ინტერესებში სამისად იმოქმედებს კანონშემოქმედებითაც რატომ იმიტომ რომ მოხდა თავის დროზე ამ ქვეყნის ოკუპაცია პირდაპირ თქვათ ამ ქვეყნის ოკუპაცია ის კი არა რომ 65% წაიღო რუსეთმა დაოკუპირებული აქვს მთლიანად ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოხდა გარე ძალების მიერ და მის შემდეგ ვართ ასე რომ თქვათ სხვათა მიერ ასე რომ თქვათ მართულები იქიდან გამომდინარე რომ ვართ კოლონიალიზირებული და კოლონიაში ორი ვარიანტი არის ან პირდაპირ ღიათეულებიან რომ აი თქვენ ხართ ჩვენი კოლონია და აგერ ჩვენ დაგისვამთ მაგალითად იქნება ეს მეფის ნაცვალი რუსეთის რო იყო თუ როგორც სპიტანელების სვამდნენ იქ თავის მეფის მოასწრე აქვს იმას გუბერნატორებს მმართველებს და ასეულენ ინდოეთში მე იმას ყავდა თავისი ბიუროკრატიული აპარატი და ამით იმართებოდა ხო ის ხალხი და არის მეორე ვარიანტი როცა ამას ღიად არეუბნებიან მაგრამ ასე რომ ვთქვათ უსვამენ იმ ხალხს ელიტაში ვინაც არიან აი ამ კოლონიალისტების გამოცდილი გამოზრდილი დაპურებული ასე რომ ვთქვათ მოსუქებული და მათ მიერ შემოგზავნილი ამ ქვეყანაში და შესაბამისად ისინი გაატარებენ აი ეს მარიონეტული სახით ისინი აჩვენებენ თეატრს ხალხს ეს თეატრი არის რომ ვითომ გვაქვს პარლამენტი ვითომ ამ პარლამენტში გვყავს ჩვენი წარმომადგენლობა და ვითომ ისინი რაღაც კანონებს regulებენ ეს არის აბსოლუტური სიცრუე აბსოლუტური ფარსი რასაც დგამენ და რასაც ანახებენ ხალხს არანაირი პარლამენტი ჩვენ არ გაგვაჩნია და არანაირი კანონშემოქმედებითი მუშაობა იქ არ მიმდინარეობს კანონებს ისინი იღებენ უკვე მზას სახით სხვა ცენტრებიდან უცხო ქვეყნებიდან და ინსტრუქციებს იმაზე თუ როგორ უნდა უყარონ კენჭი და როგორ უნდა გაატარონ მე ეს სხვა მიცენ ამას ლეგალური ხასიათი ამიტომ რაც იქ მოხდება მაინდა-მაინც მედი და დამაჯერ არ მაღელვებს დაუწყვეტეთ ერთმანეთი მე და ასე ვიტყვი ხო ცოტა ჩხუბობენ ნუ ამჟამად საერთოდ თავპირმო დაალეწონ ერთმანეთს იმიტომ რომ ხო ძმები ხო არ არიან ხო იქ არსებული ძალები ეს არის ხალხის აბუჩა დაგდება იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ვითომ დამოუკიდებლობიდან 20 წელი გავიდა ხო ამდენიც გავიდა ამდენი ხნის მერე
ჩვენ ხშირად გვინახავს პარლამენტში ჩხუბი თავპირის მტრევა, ხშირად გვინახავს ეს დადგმული სცენები, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს თელეადურის გამავლობაში არც ერთი კანონი არ გვინახავს, რომელიც პარლამენტს მიღებული ექნებოდა ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ქართული ხალხის საკეთილდღეოდ და ქართული ხალხის თუნდაც ინიციატივით, ხო, რომ თქვათ ხალხმა რაღაც ინიციატივა შეიტანოს პარლამენტში, დიდმა რაოდენობამ რომ ხელი მოაწეროს რაღაც პეტიციას, და ეს პეტიცია მე რომ გავიდეს და პარლამენტმა ხარი კენჭი უყაროს და ხალხის სასარგებლოდ გააწყდეს რამე საკითხი. ასეთი პრეცედენტი არ აქვს. ამდენი ხანი ქვეყანა ვითომ დამოუკიდებელი და ვითომ პარლამენტი გვაქვს ჩვენი საკუთარი, ხო და რა ვიცი, აზია საუბარი ახლა იმაზე რომ დგამენ სცენებს და მე ამაზე ხალხს აჩვენებენ რომ ვითომ ვიღაცა მართლა მათ ინტერესებს იცავს მუშტიკრივით და რა ვიცი მე სხვა სახის ილეთებით და საბრძოლოებით პარლამენტში. მუშტიკრივით რა იცავს ილია თოფურია საქართველოს ინტერესებს და საქართველოს პრესტიჟს და არა მარტო ილია თოფურია ხო ახლა ერთ-ერთი მაგალითია თუ ვინც არიან ჩვენი მოკრივეები, მოჩხუბრები, მოჭდავეები ხო და ეს ბატონები დარჩენილი უკვე თავის სპორტში, ვინაც სპორტსმენები არიან ხო და იქ გაიგრძელებინათ თავის ფუტბოლი კარიერა. ან დაანებუნან პარლამენტს თავის უყურებს, რომ მაინც გული მიუწევთ ფიზიკური აქტივობებისაკენ და ფიზიკური აქტივობა უფრო რინგზე და უფრო ტატამიზე და უფრო რაღაცა შტანგის აწევაზე, სიმძიმეს აწევაზე უფრო გამოადგებათ ეს თავიანთი ძალა ხო და კარგი იქნებოდა რომ საერთოდ დაგვიხურა ეს პარლამენტი საერთოდ არაფერი შეასაჯერო ამდენი ხელფასები, ამდენი დანამატები, ამდენი კიდე რაღაც პრემიები რო იწერება რის გამო ვინ იმსახურებს იქ მდგომი ადამიანისგან ერთი მაინც დამისახელეთ რომელიც იმსახურებდეს ხალხისგან და ხალხის გადასახადებიდან გადახდილი მოკრებილი ფული თავის უზრუნველი ცხოვრების დაფინანსებას ხო და მე რაღაც კვარტალში ერთხელ იჩხუბებ მე ვითომ რაღაც თავი გამოვიდეს ხალხისათვის რა საერთოდ დახურეთ იმიტომ რომ ფარსი არის გეუბნებთ ეს არის შირმა ეს არის ასე ვთქვათ ლეღვის ფოთოლი რომელიც აფარებული აქვს სამარცხვინო ადგილას კვაზი სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს რომელსაც ქვია საქართველოს როგორც სახელმწიფო არ შემდგარი სახელმწიფო სამწუხაროდ რომელიც არის ისეთი ტიპის უფრო გაფორმებული რაღაც ფულის საკეთებელი და ფულის საშოვარი ერთეულებისაც რა თქმა უნდა ფულის საშოვარი მომენტი და ასე ვთქვათ სტრუქტურა ხალხის ხარჯზე და ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ფასად ხო რომელიც უფრო ესე იგი ხედავთ ჩვენ რომ უფრო მომთხოვნი არიან მოთხოვნილება ჩნდება მაშინ როდესაც მაგალითად იაფად შეიძლება ქართველები სადმე გაუშვათ და იაფად შეიძლება ან ქართველებს ჩვენი ხვავებს საჭირდება და ხო არანაირ საქმეს მაგრამ სხვაგან სადაც უნდა იყოს მოთხოვნა აი იქ იაფად მიყიდონ ჩვენმა გურჯმა ასე ვთქვათ თავადებმა ეს თავიანთი ყმები ვინაც მათ ნამე თანხას დიდიც არ უნდა იყოს ეს თანხა რა მათი ხო არაფერი არ მედის ხო გაყიდონ ეს როგორც იყო ყმათას ყიდვა ისე გრძელდება უბრალოდ ადრე თუ ამას აკეთებდნენ ისე რომ აი მოიტაცებდნენ და გაყიდიდნენ და მაინც ცხნოთ იმისი და არ ამხელდნენ ახლა პირდაპირ ოფიციალურ დონეზე გააკეთებენ რომ თათუის ქვეყანა გვეტყვის რომ აი გჭირდება თქვენი ჯარისკაცები იაფად იმიტომ რომ ჩვენი ჯარისკაცები სოციალურ უფრო ძვირია და მოგვეცით გამოუშვით ჩვენთან და ჩვენ მათ ვიცოთ დავალებას და ისინი შეასრულებენ იმ დავალებას რომელსაც ჩვენ მათ ვეტყვით იმიტომ რომ ჩვენი ჯარისკაცები ამისთვის ან არ გვიმეტება ან სხვა რაღაცა ესეთი დავალება რომელიც ჯარისკაცი წესით უნდა ასრულებდეს ან უნდა გადრულობდეს ან ხორცაკები არის და იქ არავის არ უნდა თავისიანი შეეწიროს იმ ხორცაკებს ასეთი არაერთხელ ყოფილა შემთხვევა ხო ასეთი ავღანეთი, ერაყი, კოსოვო, საქართველოს ბიჭები რამდენი ზოგი დაშავდა, ტრამვირებული ჩამოვიდა, უამრავი გარდაიცვალა და დაიღუპა იქ. თქვენ უფრო ჩამოთვალეთ და ახლა მე მგონი თქვენი თემაც ექნებოდა ეს მაინც შემეკითხებოდეთ და მე დაგასწრით. ნახე შენ გადახვედი ავტომატურად უკვე თემაზე და კარგი ბმა გამოვიდა, მადლობა ამისთვის. გავრცელდა TV იმედი არის ახლა სახელმწიფო არხი და იქ რო ესე დაიწერება ავრცელებს ინფორმაციას ისრაელის The Times of
of Israel. ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზას უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც მსოფლიოში ფაქტიურად ქაოსია, პატარ-პატარა ომებია ყველგან და მით უმეტეს ირანთან რამხელა დაპირისპირება ამერიკას და ისრაელის დახმარებით, ხო? ერთმანეთს ეხმარებიან და ხელს უწყობენ. და რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის სამომავლოდ რა უნდა იყოს, რა საფრთხეები უნდა იყოს. ჯერ მოდი განვიხილოთ ცოტა რა არის ღაზა, რა არის ისრაელი და რა ხდება საერთოდ არის მართულებით დღიდან ისრაელის დაარსების და მეტი ადრეს პრინციპში რა სიონისტური მოძრაობა ყველაზე უგვიანეს 1917 წელს უკვე ჩამოყალიბდა და გაფორმდა როგორც ისე თქვათ პროექტი, რომლის მიხედვითაც ებრაელებს ახლო აღმოსავლეთში მიეცემოდა თავისი საცხოვრებელი, მიწა-წყალი და პერსპექტივაში სახელმწიფო და ეს ყველაფერი ხდებოდა და მოხდა დიდი ბრიტანეთის მანდატის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს, ხო? მაგრამ იქ ხალხი ცხოვრობდა რა, იქ ცხოვრობდა ხალხი 1000 წლეულები, ზირთადად ისინი იყვნენ არაბები, ზირთადად ყველა არაბი ქრისტიანებიც იყვნენ იქ, მაგრამ ზირთადად მაინც მუსლიმური თემი, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა და მოხდა თანათან ევროპიდან და ევროპიდან აშდანაც ებრაელების რელიგიური, ეთნიკური ჯგუფის ჩასახლება სწორედ აი ამ პროგრამის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ 1917 წელს შემუშავდა და დამტკიცდა. და უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე გაფორმდა ეს, პრინციპში იყო გაეროს შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც რეკომენდაციის სახით, ასე ვთქვათ, ითვალისწინებდა რეკომენდაცია მიცა სახელმწიფო შექმნაზე, მაინც ის სავალდებულოც არ იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს რეკომენდაცია გამოყენებული იქნა იმის საბაბად, რომ გამოცხადებული იყო ისრაელი როგორც სახელმწიფო, ამან ეგრევე გამოიწვია ომი, იმიტომ რომ ისე ჩამოვიდნენ თავიდან ებრაელი წარმოშობის და ებრაული რელიგიის მქონე ადამიანები პალესტინაში, რომ როგორც ტოლვილები და როგორც თავს აწოდებდნენ, რომ აი გერმანელებმა ჩვენ ასე გვიქნეს, ისე გვიქნეს და თქვენ მაინც გვიზამთ რამე მსგავს, შეგვიფარეთ და ესეთი შეხიზნებული ხალხი პირდაპირ ვთქვათ, რომელიც პრინციპში დღეს კი არ მთელი ამ თავის ისტორიის განმავლობაში აპელაციას აკეთებს რელიგიურ ტექსტებზე, ძველ აღთქმაში და თორაში არსებულ რელიგიურ ტექსტებზე და მათვე რელიგიურ, ასე ვთქვათ, წიგნებზე, აი ამაზე არის დაფუძნებული იდეა, რომ დიდი ისრაელი, ახლა მე ისრაელის სახელმწიფოს იმაზე კი არ მაქვს საუბარი, რომელიც გაეროს მიერ არის, ასე ვთქვათ, აღიარებული თავის საზღვრებში, რამაც საუბარი მაქვს იმ პროექტზე, რომელსაც ვთქვათ დიდი ისრაელი და დიდი ისრაელის პროექტი ითვალისწინებს ფაქტიურად ებრაელების და ისრაელის როგორც ესე იგი სახელმწიფოს და ისრაელის როგორც ერის, ესე ვთქვათ, უფლებას ფლობდეს მიწებს და ტერიტორიებს, როგორც თქვამია წმინდა წერილში, ეგვიპტის დიდი მდინარიდან რეკეთ რა ქვია, შუა მდინარეთის დიდი მდინარემდე, ან ფაქტიურად ნილოსიდან ევფრატამდე, ნახეთ, გადახედეთ ლუკას რა ტერიტორიებზე საუბარი და ეს არ არის უკვე რაღაცა შეთქმულების თეორია, ეს არის ესეთი ღია განცხადება, რომელსაც ახმოვანებს არა მარტო ბენიამინ ნეტანიაჰუ და პარტია ლიქუდი დიდი ხანია, რომელიც ამაზე მუშაობს, არამედ ეს არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ ჰაკაბის ოფიციალური პოზიცია, რომელიც მან ტაკერ კარლსონთან, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან საუბარში ღიად უპასუხა, რომ დიახო ეს ტერიტორია წერია წმინდა წერილში ასე ჩაწერილი და წერია ამ მდინარიდან იმდენად და ეს ეკუთვნის ებრაელებს ეკუთვნის და ისრაელის უნდა იყოს საბოლოო ჯამში. ანუ ფაქტობრივად ამერიკის ელჩი ასე ვთქვათ წვანეს უნთებს ისრაელის მიერ აი ამ ტერიტორიების და ყველა იმ ქვეყნების პრინციპში ყველა იმ ქვეყნების წინააღმდეგ ომის წარმოებას და დაპყრობით, ანუ ესე იგი ვთქვათ, ხო, ოკუპაციის გზით აი ამ დიდი ისრაელის პროექტის განხორციელებას და ირანის ომიც პრინციპში ირანი ამერიკის და ამერიკა ისრაელი ერთი მხრიდან მეორე მხრივ ირანის ომიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ისრაელს რა თქმა უნდა შეიძლება ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ შტოს თუ კი არ იქნება რეგიონში სხვა დიდი მოთამაშე რეგიონალური ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მას ამაში ხელს შეუშლის მაგალითად თავისი პროქსი ძალების გამოყენებით, როგორც ირანი, როგორც ისრაელი ამას მოიაზრებს და ხედავს, უპირველეს ყოვლისა ესენი არიან ჰიზბოლა ლიბანში და ესენი არიან ხამასი სწორედ იმ ღაზაში, რომელზეც ახლა საუბარი არის, ხო? და ნუ პრინციპში ახლა ამას მე კი არ ვამბობ, თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ, პრინციპში მე
იგივე შემიძლია გავიმეორო, რასაც ამოსვენ ებრაელი წარმოშობით და რელიგიით ებრაელი მეცნიერი, ეკონომისტი და პოლიტოლოგი საზოგადო მოღვაწე, ძალიან ცნობილი ამერიკელი ებრაელზე მაქვს საუბარი, ჯეფრი საქსი. შეიძლება ვერ მარცხს ებრაელია, ხო? მაგრამ ებრაელი არის ახლა. ძალიან ძნელი არის ახლა მე რო თქვა რაღაცები, ეგრევე დამიწყება რომ ესე იგი შენ ისრაელის რაღაცა აკრიტიკებ წინააღმდეგი ხარ რაღაც ხო და ხშირად მოყვება ხოლმე კიდევაც ასეთ განცხადებას. უბრალოდ ჩვეულებრივ პოლიტოლოგიურ და ისტორიულ რეკურსთან რო სიმართლის თქმა ასე ვთქვათ განხილვას მოყვება ბრალდებები რაღაც იქამდეც კი რომ ანტისემიტიზმში და რაღაცაში არა და ახლა მე ახლა ჩემ თავს მართლებას დავიწყებ ებრაელები იმდენი ხოს მეგობრებში მერტაბულოს კაი ხალხი და გასაუთრებით ჩვენი ქართული ებრაელები. მაგრამ ძნელია რომ ანტისემიტიზმი დააბრალო მაგალითად თვითონ ებრაელს, რომელიც უბრალოდ ამბობს რომ აი ეს პოზიცია, აი სიონისტების პოზიცია და მათი დიდი ისრაელის პროექტი არ ეთახება და პირიქით ეწინააღმდეგება ტრადიციულ რაბინისტულ გაგებას თორისას, თალმუდისას და ზოგადად რაბინისტულ ტრადიციებს, რომლებიც მიმდევარიც თვითონ ბატონი ჯეფრი საქსი თავის თავს წარმოაჩენს და ამბობს, რომ ეს არ არის სწორი ესეთი მიდგომა და არ არის სწორი ესეთი მიდგომა, როდესაც ჩვენიერიო თავის თავზე ამბობს, როგორც ებრაელი, ბატონი საქსი, ისე განიხილავს ამ სხვა ერებს, თვითონ სხვა ერები რაღაცა ნაკლებ დონეზე მდგამი იყოს და ეს იყოს რაღაც ჩვენი ერი იყოს უფრო მეტის უფლების და მეტი ღირებულების მქონე და თითქოს მარტო ებრაელის სიცოცხლე იყოს ფასეულიო და არა სხვათა სიცოცხლეები, საერთოდ არ იყოს ფასეული არაებრაელი სიცოცხლეებიო. ეს არის ბატონი ჯეფრი საქსის სიტყვები მის უახლოეს ინტერვიუში და პრინციპში მოდი დაძებნოთ რაღაც მონახავთ ახლა მე რო არ მალაპარაკოთ ამ საკითხზე უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება მოусმინეთ ბატონ პროფესორ ჯეფრი საკს, პატრიციონ პროფესორს და ის აგიხსნით რა ხდება ამ სიტუაციაში. მაგრამ ის ასევე იტყვის და მას არაერთხელ უთქვამს ამასაც და მიშაიმერსაც რომ ისაც ხდება ღაზას სექტორში ეს არის დიდი საკონცენტრაციო ბანაკის შექმნა, საიდანაც ხალხი ვერ გამოდის ფიზიკურად, იმიტომ რომ იქიდან არც ეგვიპტე არ უშვებს თავის ტერიტორიას, არავის არ უნდა ეს ხალხი მიიღოს და აი როგორ არის ცირათათვაშხება ხსენდება ვირთხების ერთი მასში მოყრა ხო და იმას თავს რაღაც დაახუფაო და აი ვირთხი ჭამია ვირთხა რო გამოყავთ ხო გახსოვს ის ეპიზოდი დათვაშხიაში ხო აი ესეთ სიტუაციის შექმნა რომ ხალხმა ერთმანეთს დაჭამოს ხო და გამოვიდეს კაცი ჭამია ადამიანი ხო ვინაც ხვებს ჭამს რომ გადარჩეს თვითონ ხო აი წარმოვიდგინეთ სიტუაცია ამდენი ჯოჯოხეთი სადაც ესე იგი ერთ მცირე ტერიტორიაზე 2 მილიონი ადამიანი არის კონცენტრირებული, მათ არ აქვს აქედან გასulis უფლება და საშუალება და ისინი ექვემდებარებიან, ასე ვთქვათ, მუდმივ ტერორს, მუდმივ თავდასხმებს, მუდმივ შეტევებს, დაბომბვებს, შიმშილის და სხვა გზითაც კიდე და აღარ გავაგრძელებ, ჩვეულებრივ გენოციდს, ესე ვთქვათ. რა ესა ფაქტი და ეს ფაქტი აღიარებული არის გაეროს მიერ, ამაზე საქმე დაწყებული არის უბრალოდ რიჭერენ თუ როგორ დაჭერდა ხა ნეთანიაჰუს და მის სხვების წინააღმდეგ კიდე ძალიან პასუხისმგებლები ამაზე, მათ შორის ჰააგის სასამართლოში და პრინციპში აი ამ სიტუაციაში ახლა ჩვენ გვეუბნებიან რომ ანუ ქართველი ჯარისკაცები უნდათ რა პირდაპირ თქვათ საკონცენტრაციო ბანაკის მცველებად გჭირდებათ და ამაზე უნდა წავიდეს ქართველი კაცი და ქართველი ჯარისკაცი სამხედრო ჩვენ სამხედროებს პირდაპირ თქვათ რა ქვეყანას არ აქვს სუვერენიტეტი და რაც ვითომ ესე იგი ქაღალდზე მაინც ჩვენ საზღვრებში აკაცელი ბრძანს კი როგორ ვაკონტროლებთ იმიტომ რომ ოკუპირებული არის ჩვენ დიდი ნაწილი და ჩვენ სამხედროებს არ შეწევთ ძალა პირდაპირ თქვათ რაღაც ზაღლიშინ არ ვარგოდაო გარე გარბოდაო ეს გავაკეთოთ რომ ჩვენ საზღვრებს ვერ იცავთ ჩვენ ქვეყნის ჩვენ ტერიტორიას ვერ თავისუფლებთ ხო და ახლა გავუშვათ ჩვენი ჯარისკაცები როგორც ადრე უშვებთ რა შედეგი მოიტანა ქართველი ჯარისკაცების თქვათ თავგანწირვა გინდა ავღანეთის ომში ამერიკელების კონტინენტში გინდა ერაყის კამპანიის დროს ხო ანუ თუ კი ამ უბედურება ბიუჯეტი დაიზოგა კობა ხო რა თქმა უნდა ამერიკის ბიუჯეტიც დაიზოგა და ჩვენი ბიჭების ოცხა შეეწირა იმას რასაც შეეწირებოდა სხვა შემთხვევაში ამერიკის ანუ არ მარტო ბიუჯეტი დაიზოგა არამედ ამერიკული სისხლი დაიზოგა
ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე დაიზოგა, იმიტომ რომ ამერიკული ჯარისკაცის სიცოცხლე გაცილებით მაღალი ფასეულობია ამერიკის ერთგულების ხელმძღვანელობისთვის და ქართული ჯარისკაცი, ხო? ისევე არის ისრაელი, სხვა. ახლა ისრაელი რო ვიძახოთ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მეგობარი ვიცი მე რომ აი ქართული კაცი რო წავა ისრაელში, მიიღო რომ სამსახურშია, სამსახურზე ნორმალური სამუშაო მიეცი. და ნუ გამოაგდებ, ნუ დაიჭერ როგორც დამნაშავეს და ნუ დაადეპორტებ როგორც მესამე ხარისხოვან მოქალაქეს. ბოლო სენდის ნამუსი მაინც უნდა შეგაწუხოს ამდენი საუკუნე რომ საქართველოს ეფარებოდი და ხიზანი იყავი ჩვენ ქვეყანაში. ხო? რამის ტყუილს ვამბობ? ახლა კი არ ვამადლი ვინმეს რაღაც ახლა ქართული ბებერლეს შემოვლოს ჩემოთავე, მაგრამ ხო რამდენი ისტორიის გახსენება აუცილებელი. ამდენი ფაქტი არის, ხო, ჩვენ ყველასთან არაფერი არ შეგვშლია ჩვენ ამ ხალხთან რა. აი, ვის, მაგრამ საქართველოს და ქართულებს ებრაელები ვერ ეტყვიან რომ რამე შეგვეშალა ებრაელებთან და რამე ცუდად მოიოქეცი და რამე ის მოუწყვეთ პროგრამი ან რაღაცა არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, აღერთად აგვიფაროს ისტორიულად არ და საქართველოს და ქართულების მიერ პირიქით. სადაც ქართულს შეეძლო ყოველთვის ქართველი იყო ებრაელის გადამრჩენი, მათ შორის მეორე მსოფლიო ომში, მათ შორის ფაშისტური ჰიტლერული ნაცისტური სისტემიდან იქაც გერმანიაშიც და სხვაგანაც ქართველებმა გადაარჩინეს ძალიან ხშირად ებრაელები. და ეს არის ძალიან კარგი ისტორია ჩვენი ურთიერთობის, როგორც ერების ხალხების, როგორც ქართული და ებრაელი ხალხის ძმური ურთიერთობა, მაგრამ ერთი არის ერებსა და ხალხებს და ადამიანებს შორის ურთიერთობა და მეორე არის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ისრაელი თავის არა მარტო თავის სივრცეში, არამედ აი თქვათ მაგალითად რომ ისრაელის ოფიციალური პოლიტიკა არის რომ აი ეს ხალხი ღაზაში არიან ტერორისტები, ხო? ისინი თავს დაეწყენ ისრაელს როდის იყო 2 წლის წინ და დაადრევეს დიდი უბედურება, ამიტომ ჩვენ რა მათ ისრაელის არმიას, საყალსაც და ყველას აქვთ უფლება რომ ტერორისტები გაანადგურონ და ეს არის მათი პოზიცია, ხო? აი ფაქტიურად ისინი თავიანთ ქმედებს ამართლებენ და ამას ვთქვათ არგუმენტირებენ ისრაელის უსაფრთხოებით და უშიშროების დაცვით, ხო? მაგრამ თუ ესე იგი აი ამ არგუმენტაციით ქვეყანას ნებისმიერს ხო შეუძლია გადავიდეს მეზობელ ქვეყნებში, რომელიც უკვე აღარ არის რაღაც დიპტანტის მანდატში აღარ შედიოდა, აღარ შედის ხო, მაგალითად იგივე სირიაში და იქ იყოს გოლანის სიმაღლეები, გადავიდეს ლიბიაში, ხო, ლიბანში და ლიბანში ბეირუთამდე მივიდეს და იგი შეეცადოს ნახევარი ლიბანის დაპყრობას და თავის გაკონტროლებას. მერე დაემუქრება თურქეთს დაემუქროს, რომ თურქეთი იქნება შემდეგიო. აი, თუ კი თურქეთი იქნება შემდეგი, მაშინ ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ იმის მერე საქართველო არ იქნება შემდეგი? აი, რა გარანტია გვაქვს, თუ ესე იგი ქვეყანა ასეთი სახელმწიფო, ასეთი სახით, ასეთი ხისტი მეთოდებით ახორციელებს თავის პოლიტიკას, რომელიც ემყარება და ეფუძნება სრულად ეფუძნება რელიგიურ და ესქატოლოგიურ წარმოდგენებს მოშიახის, ანუ მათი აგებით მათი გადამრჩენელი მესიის მოსვლაზე და პრინციპში არა მარტო მათი, ამერიკაში არსებული დიდი ანგლიკანური კი არა, უფრო ევანგელიკური, ასე რომ ვთქვათ, ქრისტიანები, ათეულობით მილიონი ამორჩეველი, მათ შორის რესპუბლიკელების ამორჩეველი, რომლებიც ასევე ქრისტიანული სიონიზმის ფუნდამენტებზე და საფუძველზე დგანან და აი მათი მოძღვრება და მათი სწავლება არის, რომ მეორედ მოსვლა, რასაც ისინი ელიანა მიესალმებიან, ანუ უფლის ჩვენი იესოს ქრისტეს დაბრუნება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ისრაელი არსებობს როგორც სახელმწიფო და როცა ისრაელი ფლობს იმ მიწებს, რომელიც არის გაწერილი ძველ აღთქმაში, რომელიც ღმერთმა მიცა თავის რჩეულ ერთს აი ამ ვთქვათ შეთანხმების თუ პირობის დადების თუ აღთქმა ქვია ხო, მაგრამ უკვე ძველი აღთქმა შედეგად ხო, აი აქედან აქამდე და იმის თუ გადახეთ ატერიტორიებზეა საუბარი. ამიტომ, როდესაც საუბარი არის იქ აი ჩვენ ქართული ჯარისკაცების გაშვება არ გაშვებაზე ღაზას სექტორში და ღაზა არის ჯოჯოხეთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე პრინციპში არა მარტო მე არამედ ჯეფრი საქსი ვახსენე, მაგრამ ქართულ სივრცეში მე მგონი ყავს ასევე გაბედული ადამიანები, ვინაც სიმართლეს ამბობენ იქ არსებულ მდგომარეობაზე და რა ვიცი აბა არაერთხელ უთქვამთ მათ შორის არჩიბალდ მეკეშის ვთქვათ მიმოხილვა არის ძალიან საინტერესო, ხშირად ამბობს ამ თემაზე და ამბობს იქ რეალურად რა ხდება და ჩვენ ქართულებს არ მიგვიღია
მონაწილეობა თავის დროზე არც ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არც ჰიტლერის მიერ მოწყობილ ჰოლოკოსტში ანუ ებრაელების ამოწყვეტაში ხო და ბევრ მადლობა ღმერთს გადავარჩინა ღმერთმა რომ არ მიგვიღია მონაწილეობა და მე ვისურვებდი რომ ღმერთმა უკნას და დაგვიფაროს ამისგან რომ მონაწილეობა არ მიგვიღოს ღაზაში მცხოვრები ხალხის გენოციდში ნეფსი თუ უნებლიეთ იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით იქ რომ ჩავლენ იქან შენ აგზავნი ჯარისკაცებს მაგრამ ვინ არის მათი მეთაური და ვის ბრძანებებს შეასრულებენ მე ხო და რა შეიძლება იყოს ეს ბრძანებები ეს ჩვენ არ ვიცით და მას ჩვენ უღარ გავაკონტროლებთ და საერთოდ ასე რაღაცა ხდება ხო უნდა იყოს მაგალითად გაეროს მანდატი ხო გაეროს მანდატი არის ამ საკითხზე თუ უბრალოდ იმის გამო რომ ისრაელი იძახის რომ ახლა მჭირდება და მუდით და მიშველეთ და დამეხმარეთ აი ამის საფუძველზე აგზავნით ჩვენი მთავრობა ჩვენს ჯარისკაცებს რა ვიცი აბა გაეროს მანდატის გარეშე მე საერთოდ რო ვიყო ქართველი სახელმწიფოს ასე ვთქვათ პასუხისმგებელი პირი არანაირად არც დავისწრებდი ამაზე საუბარს და მოლაპარაკებას და ჩვენი ხალხის გაშუქებას ეს პირველი წინაპირობა უნდა იყოს და მეორე წინაპირობა უნდა იყოს ის რომ ქართული ჯარისკაცები არ იქნებიან ვალდებული მის შეასრულონ ისეთი ბრძანებები რომლებიც შეიძლება მე არ გვევდნენ იგივე გაეროს წესდებებს, არ ღვევდნენ ადამიანის უფლებებს და არ ღვევდნენ იმ მთავარ კანონს, რომ არ შეიძლება ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფს მოუწყო გენოციდი და არაადამიანური მოპყრობა, ხო? გაამართლონ თქვათ ისე უყურო გვერდიდან რომ არ ჩაირო როცა ხედავ რომ ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი. ამიტომ რავია ხალხო ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული განწყობა რომელსაც საქართველოს თუკიასამათ მიიღებს და ყველაზე საშიში იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს ირგვლივ არის დიდი მუსლიმანური სამყარო და როგორც ღაზა არის გარშემორტყმული ისრაელით და ვერსად ვერ გარბიან ხო ჩვენც ისე ვართ გარშემორტყმული აი ამ უფრო დიდი მუსლიმანურ სამყაროში რომ შეიძლება ისინი ესრაელს ვერ მიწვდნენ და ალბათ ვერ მიწვდებიან და ისრაელი თავის თავს დაიცავს და გასახს გაცემს და აქვს მათ საფრთხების სისტემის ჯარიც სახალის და მოსადის ყველაფერი მუშაობს და ყველა თითოეული ასე ვთქვათ ისრაელის გადაცვლილი ქალაქის და ებრაელის სიცოცხლეზე 100 და 1000 ასე ვთქვათ სხვა მტერი ასე მათი გაგებიდან უნდა განადგურდეს ეს არის მათი დოქტრინა თითო მოკლულ ებრაელზე მოკლათ 100 ან 1000-იც კი სხვა ჩვენი მტერი ვინაც ამას ჩაიდენსო მაგრამ საქართველოს ის თავი გვაქვს და რისი ისა გვაქვს აი რო საქმეზე მიდგეს ირანი აქ ახლოსია და ის ძლიერდება ამიტომ რომ ფაქტობრივად რეგიონალური ომი მოუგო სახელმწიფოს რომელიც ამერიკის შეერთებული შტატები და ხედავთ იქ რა სიტუაციაცაა და არა მარტო ისრაელი არა მარტო ირანი ხო აი ჩვენ გვაქვს ჩრდილო კავკასია რომელიც რუსეთის დესტაბილიზაციის პირობებში და იმ სცენარის პირობებში რომ რუსეთის დაშლა ბევრს რო უხარია ჩვენთან რომ თუ ეს განხორციელდა და შეიძლება განხორციელდეს პრინციპში მაშინ ჩვენ ვშევით ერთ-ერთი აი ამ ჩრდილო კავკასიურ მუსლიმანურ მხარეებთან თუ ქვეყნებთან როგორიც არიან კი ვინაც არიან ხო ეგენი ხო და მათთან ძალიან არასასიამოვნო კონტაქტი ქონდა პირველი მათ შორის ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2-3 წელში აფხაზეთში ხო ვიცით ვინაც იყო და ვინაც გვებრძოდა ხო ძირითადად ვინაც იყო ხო და ეს ხალხი ასე დაწასულა ჩვენ კარგად დავინახეთ მათი დამოუკიდებლობა ქართველების მიმართ როდესაც ილია თოფურიას წააგებინეს კი არ წააგებინეს იქ ამერიკაში ტრამპის აი ამ ეპსტინელი კაცი ასე ვთქვათ დაკვეთით ვამხედმას კიდევაც და აი დაღესტნელების და ჩეჩნების და ზოგადად ამ ხალხის სიხარული ილიას დამარცხებით აი ეს ყველაზე არა მაქვს საუბარი მაგრამ ვინაც უმრავლესობა მართლა მისაც მე უყურებ ვინაც ესე იგი რა კომენტარებს აკეთებდა ხო აი ეს როგორ გითხრა ტურები აი ეს ტურები და აფთრები რომლებიც მზად არიან ჩვენ რომ მიდგეს საქმეზე არ დაგვინდობენ ნამდვილად რა ასე უყვართ მათ ჩვენ და აი ასეთ დამოკიდებულება გვაქვს მათ საქართველოსთან გამოჟღავდა თუნდაც ილია თოფურიას ამბავთან დაკავშირებით და ეს არის რისკები რომლებიც არსებობს ჩვენს ირგვლივ და რომელიც წესით სუვერენული ქვეყნის არსებობის პირობებში მისი სამართალდამცავი მისი ასე ვთქვათ კანონმდებელი და მისი მთავრობა გაითვალისწინებდა რომ ეს მთავრობა იყოს ხალხის წარმომადგენელი
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს თავრობა არ არის ხალხის წარმომადგენელი, ეს პარლამენტი არ არის ხალხის მიერ არჩეული. საერთოდ კიდევ ერთხელ მთლიანად ეს ხელისუფლების სისტემა, რომელიც გვაქვს არის არალეგიტიმური. ეს არალეგიტიმური არის 98-დან მოყოლებული მაშინ, რაც ლეგიტიმური პრეზიდენტი არათუ ჩამოაგდეს და განდენოს სიარაღისა და ამას მოკლეს ხო ბოლო-ბოლო ხო საბოლოო ჯამში და მის მერე სამართალმემკვიდრეობა არ ამდგარა და არც აპირებენ და მის მერე ერთი ბანდა ცვლის მეორე ბანდას და მე ერთმანეთს ურტყამენ, მე ვითომ ეს რა ქვია საჩვენებლად პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში არც არავინ არ დაზიანდება ისე და მით უმეტეს არც არავინ არ გაიმეტება იმისთვის, რომ ძალიან კარგად იქნებიან გააგრძელებენ თავის საქმიანობას თავის კეთილდღეობისათვის, მაგრამ არა ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს არის ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც არის საქართველოში და ის გამოიხატება როგორც აი ასეთ სამართლო ქცევებში ხდება ჩვენ ეგრეთ პარლამენტში, ისე იმ სამართლო გაწყვეტილებებში, რომელსაც საქართველოს ასე ვთქვათ თან ხვდება საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს უცხოქვეყნებისათვის ქართული ჯარისკაცების ასე ვთქვათ იაფად მიყიდვა რაღაც მისიებისთვის, თუ იქნება ეს გარკვეული პაქტებისთვის ხელმოწერა, მაგალითად მიგრაციის პაქტი, რომლის შედეგადაც ვალდებულებას აიღებს ქვეყანა, რომ ევროპას ვინაც არ მიიღებს მიგრანტებს, იქ აქ ჩვენ მივუყოთ და თუ კი არ მივუყოთ, კიდე ჯარიმები დაშენდება და რა ვიცი, საქართველოსზე უკვე როგითხა სიმართლე აი ამ სიტუაციის განხილვაც აღარ მინდა, იმდენად კატასტროფული მდგომარეობა აქვს. იმდენად საშინელია, რომ უბრალოდ ხანდახან ადამიანს უბრალოდ იღლები კი არა, უბრალოდ იგრუზები და როგორ თქვა ხარა. დეპრესიაში ჩავარდები ადამიანი, რომ ამაზე იფიქრონ ყოველდღე, რომ რა ეშველება ამ ჩვენ ქვეყანას. მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ქართველები ვართ და ვისაც გულიშობთ ჩვენ სამშობლოზე, მაგით ვარო ვფიქრობთ. შელობთ და განვიცდით და თორე იმათ რა ენავლებათ ახლა მაგ საქართველოს კი არ განიცდიან პარლამენტში თმას უდა აყარეს, მაგრამ განიცდიან თავის საკუთარ ჯიბეს და საკუთარ იმაზე. არაერთხელ მინახავს მაგ პარლამენტში, როდესაც ერთმანეთს სესიების პერიოდში უბრახუნებდნენ და დედასაგინებდნენ და შესვენებაზე გამოსულზე ყავის დასალევად რო ჩავდსულა პარლამენტის კახში ერთ მაგიდასთან სხედან და გემრიელად ციცილ ხარხარით ტკბილად მუსაიფობდნენ ხოლმე. დადგმული სცენებია, რა თქმა უნდა და ძალიან სწორად აღნიშნავ ხოლმე, ამიტომ მიყვარს შენი ანალიზის მოსმენა ყოველთვის. ეკლა ესე იგივე არის ახლა თქვი ჩვენ რომ მივიდეთ და ვნახოთ თეატრში მივიდეთ და ვნახოთ სპექტაკლი მაგალითად რიჩარდ ვესამი, ხო? და ვნახოთ რომ აი რიჩარდი და რიჩმონდი ერთმანეთს ხოცავენ სცენაზე ხმლებით და მე ახლა რა გონია რომ დამთავრდება ან რაღაც შესვენებაზე არ ჩავლიან ის მსახიობები და ერთმანეთს იზეკოსին და ერთად არ დალევნა ყავას ამგვინოს, ხო? მართლა ერთმანეთს ხوار ხოცავდნენ, ხო ეს იყო ჩვენ ხალხის საჩვენებელი და იგივე აბსოლუტურად იგივე როლი გააჩნიათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტარებს, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, აბსოლუტურ უმრავლესობას და ჩვენ ხედავთ რომ სწორედ როგორც წესი ამ ბოლო დროს აი სწორედ ასეთი ტიპის ქვეყნებში ხშირად სწორედ გარკვეული მსახიობის შერჩევა ხდება, რომ ესათვის როლი უკვე შეასრულოს, ხო? მაგალითად ახლა ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი, ხო, ძალიან ახლო და მეგობარი ქვეყანა, მისი პრეზიდენტი, რომელიც თავისი სამსახიობო ნიჭით არის და იყო განთქმული და სწორედ ამითი და ფილმში ნათამაშები კარგი როლით, ასე ვთქვათ, გაიარა კასტინგი და მე უკვე ეს როლი უკვე რეალობაში მიანიჭეს უფრო დიდი, ასე ვთქვათ, სცენისთვის და უფრო მეტი პუბლიკის დასაბოლებლად და იმაში ჩასადმელად ჩამულები არიან სამწუხაროდ რა. ნახა უკვე სიტუაცია არის რუსეთში არა, როგითაც სიმართლე. მოკლედ კობა რა მინდა აღვნიშნო მაყურებელთან. ლაივის დინამიურობას აი არ კარგავ არანაირად. გამზადებული მაქვს თემა და კობამ დაიწყო. არა და კობა. კიდე აი ბოდიში. არა რა ბოდიში, კარგია მომწონს ეგრე. აი როგორი რაღაცა იცი, თემიდან თემაზე იმდენად კარგად გადადის ეს და სმენადია ერთ ჩამღერებასავით უსმენს მე მაყურებელი, როდესაც Facebook-ზეც, YouTube-ზეც იტვირთება და ამას აღნიშნავენ კიდევაც როგორი დინამიურია ხოლმე შენი ჩარტვები. ანკორიჩში ამერიკელებმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ინიციატივები წარადგინეს და მოსკოვმა ისინი მიიღო. ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამერიკის სახელმწიფო დივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომ მხარეებმა 2025 წლის აგვისტოში გამართულ შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როდესაც ჩემი კოლეგა ამბობს, რომ ალასკაში მხოლოდ წინააღმდეგები იყო და შეთანხმება არ ყოფილა, მაინტერესებს რას გულისხმობთ შეთანხმებაში? თუ ერთმა მხარემ ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა წინააღმდეგები წარადგინა, მეორემ კი თანხმობა გამოთქვა, მაშინ იმის თქმა, რომ შეთანხმება არ ყოფილა არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს. აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და უკვე გადასული ხარ უკრაინის თემაზე.
აი ამ განცხადების ფონზე დავიწყოთ უკრაინაზე საუბარი, რა ხდება ახლა უკრაინის ირგვლივ. ტრანშების გადარიცხვები გრძელდება, ეს უკვე ნახეთ, ეს კინო უკვე აქამდეც ნანახი გქონდა და ისევ გრძელდება სერიებად. მსახიობი და მისი სერიალის თითეული სერია უკრაინელი ხალხისთვის არის დამანგრეველი და ერის გენოციდს ნიშნავს, მაგრამ პოლიტიკურად რა ხდება უკრაინაში? მარტო უკრაინას არ ავიღებდი რა, იმიტომ რომ ახლა პრინციპში ის უბედურება რაც ხდება ჩვენს თავს პოსტსაბჭოთა სივრცეში ზოგადად, ხო? და იმ ქვეყნებში, რომელიც არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები, გულისხმობა ის რესპუბლიკები, რომლებიც რუსეთის ჩათვლით და რუსეთის თანამდებობით და ვთქვათ რუსეთის ფედერაციაზე საუბარი. ყველგან მოხდა ერთ და იგივე ასე ვთქვათ პროცესები და იგივე სქემით, ერთ და იგივე სქემით მოხდა ძალაუფლების უზურპაცია და ძალაუფლების ხელში აღება უცხო ძალათა მიერ. და გამონაკლისი არც უკრაინა არის და არც რუსეთი. მით უმეტეს რუსეთი თუ არა გამონაკლისი, მით უმეტეს უკრაინა ვერ იქნება და საქართველოს გამონაკლისი, როდესაც გარკვეულმა ძალებმა, გარკვეულმა კაპიტალმა და კაპიტალისტებმა და გარკვეულმა არა მარტო ბიზნესმენებმა, არამედ სხვა სახელმწიფოს სტრატეგებმა აიღეს სტრატეგიული კონტროლი მთელ რიგ სექტორებზე, მთელ რიგ ვთქვათ ინდუსტრიებზე და მთელ რიგ ქვეყნებზე. პირდაპირ სექტორ. მათ შორის აიღეს კონტროლი კანონშემოქმედებით ორგანოში თავის ხალხი, პარლამენტში თავისი ხალხი, მთავრობებში თავის ხალხი, სპეცსამსახურებში და აი ამ დონეზე შეიძლება ვთქვათ და აქ მე საუბარი არა მარტო ამერიკაზე არა საუბარი, არა მარტო ევროპაზე და არა მარტო ევროატლანტიკურ დასავლეთსა და გლობალურ საუბარი. არამედ საუბარი სწორედ იმ ქვეყანაზე, რომელთაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ თავიდან და იმ მესამე ძალაზე, რომელიც ბლომად არის, რომელიც ერის და რომელი ეთნოსის და რომელი ეთნორელიგიური ეს ვთქვათ ერთობის წარმომადგენლები ბლომად არიან როგორც უკრაინაში, რუსეთში. და ბლომად არიან როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ესტაბლიშმენტში, ანუ ელიტებში, ანუ ხელისუფლებებში, ანუ ბიზნესში და ამავდროულად და ამავდროულად, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ აი რუსეთმა დაარტყა უკრაინას და უკრაინამ ესროლა და დაარტყა რუსეთს და ჩვენ არ გვესმის ხშირად რომ არის მესამე ძალა რომელიც ერთსაც და მეორესაც ურტყამს და ერთმანეთს არტყმევინებს ასე რომ ვთქვა და თვითონ ამ ძალას არ ხვდება რაც ყველაზე საინტერესო არის ხო და ერთმანეთს სადაც ვთქვათ მაგძალის ერთი კაცი არის ვთქვათ ერთ-ერთი ხო ისევე მაგათი ვთქვათ ეთნიკური წარმომადგენელი მაგ ხალხის ერთობის ხო რომელიც არის ბატონი ზელენსკი ისე იგივე სიტუაცია მეორე მხარეს რუსეთში და არის ჯენტლმენური შეთანხმება რომ ერთმანეთს არ დაარტყამენ ხო ესენი ხო მაგათი სისხლი ხო ისა ახერ შეუხებელია ამიტომ ეს ხო ვიცით რა ხალხიც არის და ამიტომ მათ არ მოხვდებათ ისინი იქნებიან დაცულები და ისინი განახორციელებენ იმ გეგმას რომელ გეგმასაც ეს დიდი ძალები ასე ვთქვათ წერენ წლების და ათწლეულობის განმავლობაში და ეს გეგმა შეიძლება იყოს მართული სწორედ აი ამ ხალხის იქნება ეს უკრაინელი სლავები თუ რუსი სლავები თუ არა მარტო სლავები ძალიან ბევრი ხალხი არის აი მათი დამონების თანდათანობითი დამონების გეგმა მათი მოსახლეობის შემცირების გეგმა რომელიც ზედმეტი არის აი მათი პატრონებისთვის ზედმეტის არჩენი რო არ ყავდეთ და იმდენი დატოვა რამდენი სჭირდებათ მოსამსახურეება და თავის გეგმების ასრულება და დანარჩენის უტილიზაცია პირდაპირ ესე ასეთი ნუ ამ გეგმის როცა გაქვს რაღაცა გეგმები შეიძლება განხორციელების სხვა მეთოდები და სხვა გზები გამოიყენო ხო მათ შორის შეიძლება პანდემია მოაწყდა ხალხს რაღაც ნებსები დააჭო შეიძლება ომი მოაწყდა აქეთ იქით ისრულო და მე თქვენ ხომ შეეჩვიეთ ახლა უკვე ნახე ჯერ უკრაინელი ხალხი შეაჩვიეს იმას დაბომბებს და დრონების და რაკეტების ფრენას და შემდეგ ხო და მსხვერპლს ახლა რუს ხალხს აჩვევენ იგივეს ხო და ეს არის რა ხდება განსხვავება რა არის არაფერში არ არის განსხვავება არის მარტო იმაში რომ რიტორიკა არის სხვა და სხვა იქა და იქ ხო მაგრამ პროცესი ხდება ერთ და იგივე მათ შორის ენერგეტიკული სექტორის შემცირება მათ შორის რომ ხალხმა ვეღარ იმოძრავოს ვეღარ ისარგებლოს რაღაცეებით ჩავარდნენ დიდ გაჭირებაში და ხა მოსალოდნელი არის ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი მათ შორის რუსეთში და ეკონომიკური კრიზისები ეწყობა სწორედ მაშინ როდესაც ხალხი უნდათ რომ მოუჭირონ და ხალხი მოიყვანონ თავის შუაზე უფრო სად მართონ და უფრო დაიმონონ იგივე მოხდა 98 წლის მომეწეში იყო დიდი რუსეთში რომ მოახდინეს დეფოლტი ხო და მაშინ მის მერე ყავდათ ესე იგი გამოჭერილი ყურებით და პრინციპში ლავროვის განცხადებები ყველაფერი ამის რაც ახლა მე ვსაუბრობ ამის დამადასტურებელია მე ასე მგონია ხალხმა განსაჯოს იმიტომ რომ
რეალურად სუვერენული ქვეყნის ასეთი მაღალი წარმომადგენლის როგორც არის საგარეო საქმეთა მინისტრი რეალურად დიდი უდიდი ერთ-ერთი და ტერიტორიულად უდიდესი ქვეყანაა და თუ კი ეს ქვეყანა იქნებოდა მართლა სუვერენული თავის ინტერესებზე და თავის ხალხზე და ერზე მომუშავე და მოამაგე სუბიექტი საერთაშორისო თვეების მაშინ უნდა ვთქვათ რომ ესეთი განცხადებები არის უბრალოდ სამარცხვინო თუ არა სასაცილოც კი რატომ სასაცილო იმიტომ რომ ისტორიიდან ჩვენ კარგად ვიცით რომ არა თუ რაღაცა ზეპირი შეთანხმებები არამედ ხელმოწერილი დოკუმენტებიც კი შეიძლება ფარატინე ქაღალდის ფასიც აღარ იყოს თუ კი ისეთ მხარესთან აწერს ხელს რომელიც თავიდანვე აი ამ ხელმოწერას და ამ ხელშეკრულებებს იყენებს შინმად ასე ვთქვათ მოსატყუებლად და იმ გეგმების გასატარებლად რომელიც მას აქვს თავიდანვე შემუშავებული მაგალითად გავახსენოთ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი რომელზეც არა თუ სიტყვიერი შეთანხმება იყო არამედ ხელმოწერილი დოკუმენტი იყო ხო რომ ერთმანეთს საბჭოთა კავშირი და გერმანია მაშინ მესამე რეიხი არ დაესხმოდა ეს პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ და რა იმუშავა აი ამ პაქტმა ახლა აღარა მაქვს საუბარი ჩემბერლენის მიერ ვთქვათ შეთქმულა ჩატა გერმანიას ჩატანილ ხელშეკრულებაზე და ხელი რომ მოაწერია ეგ და დააბრუნდა ბრიტანეთში რომ მაგეთ მშვიდობა მოგიტანეთო და ეგასაგები იყო რომ ომი გარდაუვალი იყო ხო ანუ ესე იგი ხელმოწერილი ხელშეკრულებაც კი ვერ გააჩერა მესამე რეიხი ომის ვთქვათ დაწყებისაგან და აი ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში რისი იმედი უნდა გქონდეს თუ კი შენ მართლა ესე იგი სუვერენული ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს წარმოადგენ და აწარმოებ ხელშეკრულებებს რა აწარმოებ მოლაპარაკებებს ხელშეკრულებებს არა ჯერ საუბარი მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქვეყანა რომელიც შემცნეული არის არაერთხელ იმაში რომ ნებისმიერ მის პირობას მოცემულ სიტყვას არღვევს იმ მომენტში რომელ მომენტშიც კი ამისი პირველი საშუალება შეექმნება და აღარა საუბარი ახლა იქ რომ ხელმოწერილი ხელშეკრულებებიდან გადის როცა უნდა ეს იქნება ეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ხელშეკრულება რომელზეც ამერიკა სასახად გავიდა იქნება ეს ირანთან დადებული ხელშეკრულება ატომურ კონტროლზე რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები გავიდა ცალმხრივად და გადის ცალმხრივად ხო და ახლა როდესაც გამოცდილება იმისი რომ ამ ადამიანებმა სიტყვიერად პირობა მოგცეს საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის გაერთიანების ვთქვათ პერიოდში იყო და ეს ყველამ დაინახა იმიტომ რომ ეს იყო კამერის და ვთქვათ ტელევიზიის თანხლებით და მსოფლიოში გავრცელებული კადრები სადაც ისეთი პიროვნები როგორც იყო მაშინდელი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეიკერი და ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ატონი გენშერი დაპირებოდნენ რომ პირობასდებდნენ რომ ნატო ერთი ის ხალითაც არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთ მიმართულებით და მე იყო საუბარი რომ ახლა ხო შეგვიპირდითო ყველამ გაიგონაო და ეს პირობა როგორ დააღვიეთო რა და პირობა კი არა ხელმოწერილი ხელშეკრულება რო ყოფილიყო იმასაც კი დაარღვევდნენ არც მაგაზე არ იქნება პრობლემა და ესე იგი ერთხელ მოგატყუეს კაი მეორეჯერ მოგატყუეს მესამეჯერ მოტყუდი კიდე მოგატყუეს და ან შეხარ მაშინ შვილო დებილი და ან ძალით იტყუებ თავს ხო ან უბრალოდ ეს არის ისევე თამაში ხალხის თვალის სასახვევად რომ აი ხო რა ვქნათ ჩვენ ასე გვეგონა ასე შევფრინდეთ თქვენც ხო დაინახეთ რომ წესით ასე უნდა ეკნათ არ უნდა გაფართოებულიყო და ხა ფართოვდებიან დაახლოებით იგივე არის ახლა ხდება ანკორისთან დაკავშირებით ანუ შენ თუ ასეთი გამოცდილება გაქვს როგორც იყო აი ეს გერმანიის გაერთიანების შემდეგ დარღვეული პირობები და მით უმეტეს ის გამოცდილება უყურებ აგერ მოლაპარაკებაში მყოფ ხალხს და რა უქნეს ირანში ამოხოცეს მოლაპარაკების დროს ხო პირსანა მომი დაიწყებოდა ირანის ომი ხო აი ამის მერე ახლა შენ თუ მაგათთან შეკრული არ ახარ უბრალოდ როგორ ჩადიხარ მათ ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად აი რა უშლის ხელს მაგალითად აშშ-ს თუ კი ის ანადგურებს ერთი დარტყმით ირანის ელიტას და ირანის ხელმძღვანელობას რა უშლიდა მას გაენადგურებინა რუსეთის ხელმძღვანელობა იქ ანკორისში ჩასული ან თუნდაც ჩაუსვლათ ხანმე ვერ მიწვდებიან რომ უნდოდეთ პრინციპში მაგრამ არანადგურებენ როცა ისინი არიან მოლაპარაკებულები იმასაც ჩვენ არ გვეუბნებიან და როცა ისინი ასრულებენ იმ პროგრამებს რომელსაც ასე ვთქვათ ხალხი გაიგებს ხალხი ვერ გაიგებს უბრალოდ ხალხს მათ შორის რუს ხალხს ისე როგორც უკრაინელ ხალხს
ხარშავენ ნელ-ნელა ცივად ჩაყრილი მაშინ თითქოსი ფაყაკებივით როჯერ ცივი არის და მე უკედებენ ნელ-ნელა წესს და ვერ გებულობენ იმიტომ რომ თანდათანობით არის და ეგუებიან ხო შენ იმას ეგუებიანო ენერგეტიკული კრიზისია მე იმას ეგუებიანო აკვე მას პროდუქტებზე ფასები გაიზარდა მე იმას ეგუებიანო ბენზინი აღარ არის და ვეღარ მოძრაობენ და უნდა იყოს ჩაკეტილები ხო არის ახლა ყირიმში ისეთი მდგომარეობა ხო ვეღარ მოძრაობენ ხო და აშენ ნელ-ნელა მე შეეგუებიან იმას ეგუებიანო დასავლური წარმოების და არა მარტო დრონები, არამედ რაკეტები, ხა ვისი ხელით იქნება გასული ნავშულობა უკვე სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვსაც ბომბავენ, თორე იმაზე აღარ ასაუბარია, ქვია, უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, ხო და აი და ეს ყველაფერი ასეა შემოძვიფავს, ამდენჯერ მithქვამს, რომ ეს არის გათამაშებული დიდი თამაში, რომელსაც ესენი ასრულებინებენ თავიანთ პრინციპში მარიონეტებს, რომლებიც დასმული ყავთ როგორც კიევში, ისე მოსკოვში და ამაშია საქმე. Იმიტომ მე გამოდის ლავროვი და იცით ანკორიჩი ჩვენ მაგათმა პირიქით აქეთ შემოგთავაზეს და ჩვენ დავთანხმდით და როგორ შეიძლება რომ ეს არ ყოფილიყო შეთანხმება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერე? შვილოს უთქვი ლავროვს აღავლა. ხელშეკრულება გვანახე. აი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ხელშეკრულება მაინც იყო და შეიძლებოდა სტალინის ნახევარ რო აგერა მომიწერა ხელი და ნახე რასაკეთებს მაინც დამარტყა ხო და მიდი ჩაულებრივი ნამდვილი ომი მინარავს და ამ ანკორიჩი რაზე მოილაპარაკეთ სათუ იმას უთხარით გააგებინეთ ან რაღაც საიდუმლო თქვენ რაღაც დახურკას მიღმა შეთანხმებებზეა საუბარი რომელიც ვერ გავიგეთ ვერავინ რაზე და ის მიხედვით იყო და შეიძლება ეს ყოფილიყო უბრალოდ დროის გასაწევი შეიძლება ეს ყოფილიყო ისე თქვენი მოსატყუებელი როგორც მოგვაწევს არ გამოგაცემულა ინფორმაცია რა მოლაპარაკებები იმართებოდა განცხადება არავის არ გაუკეთებია აბსოლუტურად რა თქმა უნდა და ახლა იმაზე აპელირება რაც ლავროვს აკეთებს ძალიან არის ის არის ნუ არავითარ სამარცხვინო თქვი და მეორე სააცილო კიდევ უფრო უარესი არის როდესაც ამ ხელა ქვეყანა თავს იღებს სააცილო და ასე ხდება როდესაც ქვეყანა არის პრინციპში უკვე ინფილტრირებული ესე ვთქვათ რა ინფილტრირებული იმ წურბელების და იმ ვთქვათ პარაზიტების მიერ რომლებიც პარაზიტირებენ აი ამ ქვეყნის ერზე ხალხზე და მთლიანად აი ამ სახელმწიფოზე და სანამ ეს ხალხი და ეს ქვეყანა აი ამ თავის პარაზიტებს ვერ მოიცილებს მანამდე მათ თავზე უბედურებები მოიმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს. ახლა შეიძლება ეს ახლა ბევრს გაუხარდეს საქართველოში, იმიტომ რომ არის დიდი რაოდენობის ფაქტობში სიძულვილი და სიზღი რუსი ეთნოსის და რუსეთის ყველა მოქალაქის მიმართ. მათინება პრინციპში, იმიტომ რომ ყველა თვითონ რჩევს თავის სიცოცხლეში სიყვარულით იხელმძღვანელოს თუ ზიზღით და სიძულვილით, ხო? მაგრამ რა უთქვა ხალხს, იცი, ეს ხალხი ვერ ხვდება რომ ჩვენ ყველანი ადამიანები კაცობრიობის ყველა შვილი ვართ ერთი. პრინციპში ისევად რა ასეთ კვანტური ფიზიკის დონეზე თმათა დაკავშირებული აღარ მე და შენ გელაპარაკები ხო როგორც ჩემდას ისე ხო აი ჩვენ შორის სიყვარული თუ არ იქნება ჩვენ საუბარი არ შედგება რა ელემენტარულად და ჩვენ თუ ერთმანეთს დავხოცებთ დავწყვიტებთ ერთმანეთს ხო მე რო შენ დაგარტყა საბოლოო ჯამში ის მემეთკინება ხო მაგრამ ეს ხალხი ამას ვერ ხვდება სამწუხაროდ და ამის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქვეყნის თავზე დატეხილი უბედურებები სწორედ ამის შედეგი არის იმის შედეგი არის ჩვენ როგორ ვფიქრობთ აი ჩვენ რა ფიქრებს ვაგზავნით სამყაროში, რა სურვილებს ვაგზავნით სამყაროში. არის ეს კონსტრუქტიული და სიკეთის მონტანი და შვიდობა იყოს და პატიება, მიტევლობა, გზების გამონახვა, თუ არის ეს იმას ღმერთო ასე უქენი, ამას ღმერთო ისე უქენი. წყევლა, ბროტის სურვილი და იმის განადგურების სურვილი, რომ განადგურდეს რაღაცა. ყოველთვის ბრუნდება ბუმერანგით და ეს მთელ სოფლიოს ეხება. და ახლა გადავიდეთ სხვა თემაზე, ეს მერე ასე რომ ვთქვათ, მატერიალიზირდება როგორც ფსიქოლოგიურ დონეზე რომ ესე იგი გაგჟებულია ხალხი, ასევე ფიზიკურ დონეზე ბუნების მიერ როცა გვაქვს დიდი მიწისძვრები, როგორც ჯერ საქართველოში იყო, მოხდა ტყიბულში, ხო, მოგახსენებათ, პირველი ასე რომ ვთქვათ, შექანება, ასე რომ ვთქვათ, პირველი სიგნალი დედამიწისაგან, რომ ხალხო ცოტა არასწორი გზით მიდიხართ. ეს ქართველებს კიდე მადლობა ღმერთს, მართლა რომ ღვთისმშობლის კართა გვიცავს, რომ ჩვენ კიდე ღმერთი კი არა ღვთისმშობლის მეოხებით, თორე ისე ყველაფრის ღირსები ვართ, მაგრამ ღვთისმშობლის მეოხებით არ გვწირავს, ბოლომდე რომ ჩვენთან ესეთი უბედურება დატრიალდეს. მაგრამ ასე რომ ვთქვათ, გამაფრთხილება სიგნალს გვაძლევს, ბუნება რომ აი მიწისძვრა და გონზმოდით და მოინანიეთ და წინ გაიხედეთ სად მივდივართ. მაგრამ აი სხვაგანაც ხდება, ჩვენ ხედავთ, ხო? და ეს ხდება ერთ დღეში და ეს მოხდა გუშინ და ეს პრინციპში გრძელდება დღესაც ეს პროცესები.
და ეს არის ძალიან ძნელი სათქმელი, რაც ვენესუელაში მოხდა, ახლა გადავედი სულ სხვა თემაზე, მაგრამ რაც ვენესუელაში მოხდა არის უდიდესი ტრაგედია და კატასტროფა ამათ ქვეყნისთვის, მაგრამ იგივე და მსგავსი მიწვევები მოხდა იაპონიაში, კალიფორნიაში, კიდე სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა, უფრო ნაკლები სიდი არის, მაგრამ ზოგადად ვენესუელაში ისეთი დონის კატასტროფა არის. რომ ბადებს 300 ადამიანი შეიწირა ჯერჯერობით ეს მონაცემებია. არა 500 მეტი არის უკვე გერმანიაში და 600 ემთხვევა ქართულ წყაროებზე. 600 არის დადასტურებული გერმანიაში რასაც ახლა გამოაცხადეს, მაგრამ საუბარი იმაზე რომ 50,000 არის დაკარგული და ანუ ესე იგი ნანგრევებში ქვემოთ მოყოლილი და ახლა იქ შეიძლება ივარავდო რამდენი გადარჩება და რამდენი გადარჩება სამწუხაროდ და ეს კატაკლიზმები, მათ შორის როგორც არის ახლა ეს დიდი სიცხეები ევროპაში, ხო, რომელიც ავიც ესე მართლა დღეს იყო ანომალიური და ხვალ კიდე უარესი გლოვდება გერმანიაში. ხო და რა ვიცი კიდე კაი რომ ინგლისი, იტალია ყველგან კატასტროფული მდგომარეობაა მაგ მხრივ. ხო და ახლა იქ ეს არის ბუნებრივი პროცესი თუ ეს არის ასევე ხელოვნურად გამოწვეული, ეს კიდე საკითხავი არის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე არ შეუძლიათ თუ ჩვენ იცით ფაქტებით, რომ მსგავსი ოპერაციები ხორციელდებოდა ირანის წინააღმდეგ, მაშინ რაც ირანმა დაბომბა შესაბამისი ვთქვათ ამინდის მანიპულაციისათვის შექმნილი ბაზები საუდის არაბეთში, ემირატებში და ამერიკული ბაზებიო იყო, ხო, საუდის არაბეთში. ამერიკული ბაზები რო იყო, კი ბატონო, ის რო დაიბომბა, მის მერე უკვე ირანში მდგომარეობა მკვეთრად დაარიალს ერთი უცბად გამოსწორდა და წვიმებით წამოვიდა და აგილევას, მაგრამ აი ეს გვალვა, რომელიც ალბათ პრინციპში რომ ეს არ მოხდარიყო, ისე ირანს და ისე ახლო აღმოსავლეთს დაარტყამდა, რომ ხაი არაბეთი და ეს საუდის არაბეთი იცავს თავის თავს და აი ამ ჰარპის და სხვა მოწყობილობათა წყალობით და ამინდის მანიპულაციით იწვევენ იქ წვიმებს, მაგრამ იქ რო წავიდეს წვიმები და ბრუნდება, მაშინ სხვა რაღაცა გვალვა უნდა იყოს, ხო? მე მგონი ახლა ამ ეტაპზე ამორჩეს ევროპა როგორც თარგეტ, როგორც მსხვერპლი და ალბათ კიდე რაღაცა სხვა მიზნებისთვის არის ეს მიმართული, იმიტომ რომ დიხანი ამას ხალხი ახაც ვერ გაუძლებს და აი ბევრ საკამდე მართლა შეთქმულების თურმე მიაჩნდა ამინდის მანიპულაცია და გვალვების და სიცხეების ხელოვნური გამოწვევა და მით უმეტეს მიწისძვრების ხელოვნური გამოწვევა. მაგრამ პრინციპში დღეს დავინახეთ კი არა უკვე დაიდო ფაქტები, ეს ფაქტი დაიდო ირანის ქმედების შედეგად, რომ ამინდის მანიპულაციას არსებობს, კლიმატური იარაღიც არსებობს, სეისმოლოგიური იარაღიც არსებობს და მიწისძვრების გამოწვევა შეუძლიათ მაშინ სადაც მას ჭირდებათ. ძალიან საჭიროდ არის სწორედ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაიტაცეს პრეზიდენტი და რომლის ეს თქვა ნავთობის სექტორზე დაადგა თვალი ამერიკამ, აი ახლა სწორედ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სადაც უკვე ესე უბედურება, მიწისძვრა არის, ხალხი მიწისქვეშაა და ვინ მოვა გადამრჩენლად ამერიკის შეერთებული შტატები. ხო, უბრალოდ ყოველისა რომ აი შევიდნენ იქა და ერთხელ ვარიან შესულებ მე უკვე ეს და ცხვრის ქუქში გამოხეული მგელი, რა თქმა უნდა, უკვე თავის კონტროლში რო აიყვანოს კონტროლზე მთელი ეს სახელმწიფო ქვეყანა, მთელი ეს ვენესუელა და ყავდეს ასე თქვა თავის მმართველობის ქვეშ. რაც მათ ვერ განახორციელეს ირანში პრინციპში, ირანში ვერ განახორციელეს მიუხედავად იმისა, იმიტომ რომ ირანი რუსეთისგან განსხვავებით ირანი არ იყო ისე ინფილტრირებული, იქაც ხო ბევრი იყო, ხო აღმოჩნდა იქ ისრაელის აგენტიც ხო აღმოჩნდა ვიღაცა, ვინაც ასე ვთქვათ ჩაუშვა და მიაწოდა დრო და ადგილი, სადაც იყვებოდა აიათოლა და მთელი მისი ასე ვთქვათ მეთაურობა და დაარტყეს და ეგონათ რომ ერთ დავარტყამთ და ერთ დღეში მოვამთავრეთ ყველაფერს. ესე ეგონა ტრამპს ესე იმიტომ ჩაითრია ისრაელმა დაითანხმა აშშ, იმიტომ რომ დაარტყმნა რომ ერთი დარტყმით შეძლებდნენ ისინი მდგომარეობის შეცვლას და ისეთი ძალების მოყვანას, რომელიც მეორე ამერიკელების და ისრაელის ნებას გაატარებდა და იქნებოდა მათ შუაზე. ნუ ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ ესე იგი ისე არ იყო ინფილტრირებული და უფრო ესე იგი ირანული ცივილიზაცია და ირანული სახელმწიფო უფრო ინერტული აღმოჩნდა, უფრო ასე ვთქვათ მეტი იმუნიტეტი აღმოაჩნდა თავის რაღაცავად, ნუ ფაქტი არის, ვიდრე იგივე რუსეთს. იმიტომ რომ თუ კი გინდა რომ დაიცვა შენი ინტერესები და შენი სახელმწიფო ინტერესები ქვეყნის შიგნით და ასევე შენს უახლოეს სამეზობლოში, მაშინ უნდა ემოქმედო ისე როგორც ემოქმედა ირანმა. მაშინ უნდა დაარტყა პირდაპირ შენი კონტინენტაშორისო კი არა, მაგრამ შენი საშუალო და ასე ვთქვათ რაკეტები, რაც ბალისტიკური რაკეტები, რომელიც და ირანი არის ძალიან განვითარებული ამ მხრივ, როგორც არაპილოტირებად უპილოტო საფრენ დრონებზე როცა საუბარი ტექნოლოგიაში, ასევე სარაკეტო ტექნოლოგიაში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების მარაგში და როგორც თქვენ ხო პრინციპში აი ბალისტიკური რაკეტები რო არ ქონოდაო ისრაელმა რაღაც. ჩვენ რო ბალისტიკურ რაკეტებზე უარი ვთქვა და რო არ ქონდეს, ხო? ვიქნებით უფრო დიდი ღაზა ვიქნებით ჩვენაც, აი. რაც ხდება ღაზაში, ისე გავუკეთებთ ჩვენაც, ხო? და აი ისრაელი რაც აკეთებს ღაზაში, იმას უარეს გავუკეთებდა ირანს, მაგრამ ირანი ამას არ უშვებს, ირანი ამას ეუბნება და ებრძვის ამერიკას, ისრაელის ერთადერთ
დიდ მოკავშირეს ნუ ახლა სხვებიც აღავს მაგრამ ისინი უფრო შიშიდან გამომდინარე და ამერიკა უფრო სხვა კონტაქტებიდან გამომდინარე მაგრამ ფაქტია რომ ირანმა შეძლო თავის ინტერესების დაცვა ხისტი საბრძოლო ოპერაციების საპასუხო დარტყმების განხორციელებით პირდაპირ დარტყმებით სწორედ ამერიკულ ბაზებზე და არა რაღაც ისე რა ქვია ხო რომ საჩვენებლად და ვიღაცის მოსატყუებლად მარტო ისე ვთქვა ხო და განან რუსეთს არ შეეძლო როგორც ირანმა იმოქმედა ისე რომ ემოქმედა აი ქვეყანა რომელსაც არ გააჩნია ატომური ბომბი ეს არის ირანი ხო ახერხებს და აი თავისი რესურსებიც მას გააჩნია ბალისტიკური რაკეტებით არა ატომური ხობინებით მაგრამ მაინც ისინი აყენებენ ისეთ ზიანს ამერიკის ბაზებს და მათ მოკავშირეებს მათ სამეზობლოში რომ იძულებული ხდებიან რომ დატოვონ ეს ბაზები ან ყოველ შემთხვევაში წავიდნენ დათმობებზე და ეს დღეშიგულებაზე ირანთან ხო და რუსეთმა ვერ შეძლო იგივე გააკეთებინა იგივე ამერიკასთან და ევროპასთან მიმართებით ვერ შეძლო არ უნდოდა რატო არ უნდოდა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის იქაც ყავთ აი ამ ვაჟბატონებს დაყენებული თავისი ხალხი ვინაც თავის შიგნით ხალხს ატყუებს რაღაცებს პირდება და რაღაც იმედებს უსაყავს და სიამოვნებაში ატარებს სწორედ აი ამ ხალხის საწინააღმდეგო პროექტს საწინააღმდეგო პროგრამას და ეს არის დიდი ტრაგედია მთლიანად რუსი ხალხისთვის ერისთვის ყველა იმ ერებისთვის ვინაც რუსეთში ცხოვრობს ყველა იმ ხალხისთვის ვინაც უკრაინაში ცხოვრობს და მათ შორის ყველა იმ ხალხისთვის ვინაც საქართველოში და სხვა რესპუბლიკებში ცხოვრობს ახლა კიდე ზოგიერთი უკეთესად ზოგიერთი უფრო ნაკლებად ახლა აზერბაიჯანი ჩვენზე უკეთესად მდგომარეობაში არის იმიტომ რომ ყავთ პატრონი და ეს პატრონი სპეციფიკი გადადის მამინაშვილზე როგორც მეფიდან უფლისწულზე გადადიოდა ადრე ხო და შაჰიდან მის იმაზე ხო მემკვიდრეზე გადადიოდა ეს ძალაუფლება ისე გადადის აზერბაიჯანში მაგრამ ის თავისი ხალხის ინტერესებს მაინც იცავს იმიტომ რომ უნდა რომ ისეთი ხალხი ყავდეს რომ თუნდაც კარგად იყოს რა მე ხალხი თუ იქნება ცუდად ისიც დიდი ხანი მისი დინასტია ვერ იარსებებს ხო ამიტომ ის უნავს თავისი ქვეყნის გაძლიერებაზე ამას ახერხებს მათ შორის თურქეთთან სტრატეგიული ალიანსით და ხედავთ რომ უფრო წარმატებული არის თუნდაც ჩვენ სამეზობლოში ვიდრე ჩვენ ხო და ჩვენ არც პატრონი არ ვყავს არც ის არ ვყავს არც დიქტატორი არ ვყავს წესიერი არც მეფე არ ვყავს და რა ვიცი აბა პარლამენტის იმედზე ვიყოთ რომელიც ერთმანეთს ულაწუნებს და ურტყავს ხო აი ასეთია ჩვენთან შექმნილი მდგომარეობა და აი მე მგონი მოკლედ განვიხილე სიტუაცია ახლა იქ მიწისძვრებიც ვახსენეთ და ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბები მაგრამ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ვერც იმას რომ ეს იყოს ბუნებრივი პროცესები და თუკი ეს ბუნებრივი პროცესები არის ძალიან საშიში ბუნებრივი პროცესები იმიტომ რომ თუკი ერთბაშად ხედავთ რომ მას რაღაც არ მოხდარა რომ 4, 5 და 6 ქვეყანაში ერთბაშად არის მიწისძვრები ხო მაშინ რაღაცა ხდება დედამიწის ქერქის შიგნით ძალიან სერიოზული პროცესები და თუკი ეს არის ბუნება და მეორე წყობა გინდ ხელოვნურად იყოს გამოწვეული გინდ ბუნებრივი კატაკლიზმები მაგრამ უნდა ხაი ეჭვიწევს რომ იყო განმეორდა ესე იგი ერთხელ მოხდა და 35 წამში თუ რაღაცაში ეგრევე მეორე იგივე სიმძლავრეში პიცგი მოყვა და ეს გაიმეორა პრინციპში ის პატერნი ქმედების და ისე თქვა მოდელი როგორც ჩვენ დავინახეთ თურქეთში აი თურქეთის აღმოსავლეთ რომ მოხდა ხოლმე მე როგორც ვიცი სეისმოლოგების მხრიდანაც ყობა როდესაც ხდება პირველი მიწისძვრა განმეორებითი რაღაც დროის შემდეგ არის მაგრამ ბევრად უფრო დამანგრეველი და უფრო მაღალბალიანი თანაბარი არ არის პირველი არის მანიშნებელი გამაფრთხილებელი და მეორე უფრო მძლავრია ხოლმე ახლა ამას სეისმოლოგები ფუგუტყვენ, მაგრამ მე უბრალოდ როგორც შევხედე, მე რაც ბოლოს აქამდე ამინახია საქართველოს ხონდა ჩვენ მიწისძვრა და სომხეთში იყო და ეხაც იყო დიდი სამშობლი, მაგრამ აი თურქეთის მიწისძვრა ხო? ისიც მოხდა ისეთ დროს, როდესაც თურქეთი ძალიან რაღაც წავიდა თავის ჭკუაზე და რაღაც ზედმეტები და ჭკუაზე მოსაყვანი რაღაც ხელის შემონაწილეებასავით იყო, ნუ ესე დაემთხვა დროში და ერთი და მეორე. და იგივე განმეორდა ახლა ვენესუელაში, სადაც ასევე დიდი ძალები მათ შორის აშშობენ თავისი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას და ნუ ახლა მე ახლა მტკიცებით თუნდაც ვერ დავამტკიცე და ვერ ვამტკიცებ რომ ეს გინდა თუ არა ხელოვნურად მოაწყვეს, მაგრამ ნუ ესე ვთქვათ რომ ვერ გამოვრიცხავდი. ვერც გამოვრიცხავდი, პრინციპში, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ რა სახის ტექნიკური და სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებები არსებობს, რომლებიც ზოგი გავიგეთ და რამდენი კიდევ ვერ გავიგეთ არ გაგვაგებიებენ, კიდე ის საკითხავი არის, რომელიც მათგან შეიძლება არსებობდეს და არ ასაჯაროებდნენ და არ ამხელებდნენ ამას ყველაფერს, ხო? ამიტომ აი ასეთ სახიფათო დროში ვცხოვრობთ, აი ასეთ სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ. სადაც არის მიწისძვრები, სადაც არის ომები, სადაც არის სისხლისღვრა, სადაც არის გვალვები, და იქნება ალბათ შიმშილობა და კიდე ათასუბედურობას ამზადებენ, აი ამ სამ
ჩვენ შევწყვეტით ფეხბურთის თამაშებს და დაიწყება ხო გადახაში. მე მახსოვს შენი პროგნოზი ფეხბურთიან და მერე უარესი დაიწყება. აი ამით ვირთობ თავს. აი პრინციპში ნელა უკვე დაიწყეს. უბრალოდ ხალხი ამას ჯერ კიდევ არ აქცევს პატუებას, იმიტომ რომ აი სანახაობა გრძელდება შოუმას გოვან. ამასობაში უკვე ეს პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ დავინახეთ რომ ისევ მოხდა 45-ის ბლოკირება ირანის მიერ, იმიტომ რომ მანამდე იქ იყო ისევ ფრენები, ისევ რაღაც თავდასხმები, ისევ დარღვევები, აი ამ ხელშეკრულებების და მოლაპარაკებების და ჩვენ ხედავთ რომ იქაც ეს ამბავი არ დამთავრებულა. 45-ზე დაგეტილია. ხელშეკრულების დათანხმებიდან მეორე დღესვე უკვე თან ჯერ ამერიკამ განცხადება გააკეთა, რომ ისრაელი არ გვემორჩილებაო და ისრაელმა დაარტყა ეგრევე დარტყმები განახორციელა ლიბანში. ისრაელი არავის არ ემორჩილება. ისრაელს ნუ ყველა მას ემორჩილებოდეს, მათ შორის ამერიკული შეერთებული შტატების და მათ შორის იმ ლობით, რომელიც არსებობს ამერიკული შეერთებული შტატების ისტებლიშმენტში, ხო? და ამიტომ ისრაელი ამბობს, რომ ის ანალოგ ხელშეკრულების ვთქვათ ხარე არ არის და ხელშეკრულება არ სადებულა პრინციპში ხელი არავის არ მოუწერიათ, იყო რაღაცა როგორც ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, შედიყო რაღაცა. მემორანდუმი და ბოლომდე განიხილეთ. ხო? და აი მემორანდუმი მეკითხავთ, მემორანდუმი მეთქი მაგის დარღვევას არაფერი არ უდგეს მეთქი. და აი არი დასაყრდენი არ არისო სწორად განმარტე. აგვიხდა მეორე დღესვე. გიგვირს? არ მიკვირს მე ახლა ერთი მომენტი დავიმახსოვრე ტაიმ კოდით რომელიც დაამბუჭა და ცალკე შევინახო ვიცი რომ ეგეც ამიხდება და მე კი არა გულშინ ის თქვი რომ გერმანია დამასწრება მეთქი და ეკვადორთან და მართლა ეკვადორმა მოუგო და არავინ არ უჯერებდა. უბრალოდ არ ვარ დაკავებული მაგ საქმით რომ ფეხბურთის პოლიტიკაა ყობა ფეხბურთის პოლიტიკა მაგრამ ახლა რომ კადრულობდი უბრალოდ მე ესე იგი რა ქვია ჩვენი მურავლი და ქრისტიანული უსენ გამონდარი არ დავდებ ფულს თამაშებზე რა თორე შეიძლებოდა რა რაღაც ასეთ წინასწარმეტყველებზე და ასეთ პროგნოზებზე მართლა ძალიან დიდი ის იყო 1-4-დან იყო ისა ეკვადორის გამარჯვება უშროეძათი ახო მოდი მინდა კითხვა ესე დაგისვა სერკის სტარმერი გადადგომა და რა პრეცედენტი იყო, რა იყო ეს 2024 წელს უდიდესი გამარჯვება მოუტანა თავის პარტიას ამ პიროვნებამ და უცებ ესე გადადგომა მოუწია. ეს როგორც პოლიტიკური პროცესი რა იყო ინგლისისთვის, იმიტომ რომ შენ გაქვს თქვი და აღნიშნულია წინაზე პროგნოზივით წამოგცდა და კინაღამ ხოვამბობდი და აყოლე და მე მინდა შეგახსენო და არ მინდა გამომრჩეს. აი ხოვამბობდი სახეზე გაწერია ხოვამბობდი ტექსტი. არ მინდა მაგ ხო და თან მინდა აუცილებლად ახსნა შენი დღევანდელი სიტყვების გარეშე და ასობგერების გარეშე პოსტიც. საინტერესოა რაღაც პროგნოზი მაგაზია აუცილებლად გექნება შენ. ფერი არა. ესე იგი ის რომ კიკსტარმერი გადადგებოდა ამაზე მივწერდი 2 თვის წინ და ეს ამაზე პოსტები მქონდა დადებული რომ გადადგებოდა თუ გადააყენებდნენ უკვე ესე იყო შემზადებული უკვე აქეთკენ მიდიოდა პროცესები და ჩვენ დავინახეთ რომ იქ იყო არეულობები დიდ ბრიტანეთში და ეს იყო ასევე არაშემთხვევითი ეს იყო ასევე ვიღაცების მიერ ინსპირირებული არაერთ ლაივში ვისაუბრეთ თან მაგ თემაზე და იქ აღნიშნე კარგად მახსოვს. კი და ახლა ის რომ დიდ ბრიტანეთში გადადგა პრემიერ-მინისტრი ეს ახლა არაფერი ისეთი ახალი და რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა რა ნუ შევახსენებ რაღაც ჩვენს მაყურებელს ბორის ჯონსონიდან დაწყებული ბორის ჯონსონი რო ავიღოთ მანამდე ხა იმაზე აღარ მაქვს საუბარი აქვია დეივიდ კემერონზე და თუ როგორ იყოს დეივიდ როგორ იყოს მაგრამ ნუ ბორის ჯონსონიდან მოყოლებული ხო ბორის ჯონსონი ამ რო ვიყავდი ბრიტანეთში მაშინ იმ სწორად დაემთხვა და იქ რო ჩავედი მაშინ გადადგა და ამის მერე ხო მის მერე აი ფეხი ქონია და ჩამოდი რა ჩვენ ვიყავდი რავი რა ჩამოვარდა აი ვინ გადადგეს აგვისტოში ვაპირებ და ვნახოთ რა იქნება ესე იგი ბორის ჯონსონი გადადგა მე მოვიდა ტერეზა მეი და გადადგა ძალიან ცოტა ხანში ტერეზა მეი მიყვა ის კალბატონი რო იყო ხო და მე იყო კიდე ესეთი რა ქვია საინტერესო პიროვნება ლის ტრასი თუ გახსოვთ ვინმე სადაც ლის ტრას რაღაც ახსოვს ხალხს უკვე რა ესე იგი პრემიერ-მინისტრი გახდა და გადადგა ობა ისე მიმდინარეობა პროცესების მსოფლიოში ქართულ პოლიტიკაში არსებული მაღალი თანამდებობის პირებიც კი ისე სალფეთქივით იცვლებიან ყოველდღიურად ვერ იმახსოვრებ შეგახსენებთ აი ესე იგი როშა კისტერ რამდენი წავიდა და
ასე იგი ბორის ჯონსონი, ტერეზა მეი, ლის ტრას, რიში სუნაკი ხო ახსოვთ კიდე ხო ხო რიში სუნაკის მერე მოვიდა ეს რა ქვია რიში სუნაკი რა დამავიწყებს მაგას კოლონიალისტებს კოლონიზატორი ეჭდა პრემიერ-მინისტრად ანუ ეს გადახვევა ისტორიული ლირიკული სასაცილო იმიტომ რომ რეალობა დაუდგა ეგეთი დიდ ბრიტანეთს. ხედავთ რომ ესე იგი პრემიერ-მინისტრი პრინციპში არის ისეთივე მარიონეტული ფიგურა დიდ ბრიტანეთში რომელიც როგორც კლერკი ასრულებს იქ რაღაც თავის დავალებებს და თუ კი იმას კარგად ვერ შეასრულებს და ხალხს ისე ვერ დააბულებს და რაღაცა მაშინ მას ძალიან მალე ძალას რო არ უნდა ახლა რამდენიც იზახოდა კისტარმერი რომ ჯერ ერთი მინისტრი გაადგა მე მეორე მინისტრი მე ვიღაცები რაღაცა და ამან არა მე ბოლომდე მე მაგ ჩემი მისია შესრულებდი და მე უნდა ასე კიდე აქ ვიყოდა და მე გამოვიდნენ და ვინ კითხავს ვაფშე მაგას საერთოდ თავისი სურვილი არ იყო გადადგომა ხო გადააყენეს გადააყენეს უთხრეს ზემოდან რომ ბიჭო ახლა ჰე შენ ხო გითხრეს ერთხელ დავჯერ გასაგებად რომ შენ რომ უკვე მოსული არის და მოწახვიდე რა და მანდ რაბაც გამოცხადა წინადღეს უნდა გადადგესო რა ხო და ხა იქ არის მეფე და მეფე იქნება და იქნება მონარქია ხო ბრიტანეთში ხო და ასე რომ უკვე ჩამოთვალეს 5 მინისტრი არის რაც ბოლო 5 წელიწადში გამოიცვალეს იმასავით რა ქვია ხეთათმანებივით და პრინციპში ახლა ვიმის სტარმერის მერე ვინც მოვა იგი შეიძლება მალე წავიდეს მაგრამ რეალურად რა იცვლება ბრიტანეთის პოლიტიკაში ეს საკითხავი და რეალურად რა უმჯობესდება თუ პირიქით უარესდება იქაური ხალხისთვის ვინაც იქ ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში თუნდაც ბრიტანელებისთვის აი ეს არის საკითხავი ხო თორე გერმანიაში რა სიტუაციაცაა მე მგონი რა ვიცი მან ამბობენ არ ვიცი Volkswagen-ის კონცერნი 100,000 თანამშრომლის გადასვლებას გეგმავს კიდე დამატებით და ქარხნების დახურვა მთელი ამბები და ეს ხდება იმის ფონზე როდესაც გერმანია სრულად გადადის მილიტარიზებულ და ასე ვთქვათ ომის ეკონომიკაზე თუმცა რაღაც მოხდა ამ წინაკვირას სოფტვერის შეცდომა იყო და მთელი გერმანიის რკინიგზა გაჩერებული იყო სადაც მატარებლები არ დადიოდნენ ხო და ასე ხა შემთხვევით მოხდა იქ რეალურად ყველგან ეკონომიკური კოლაფსის შექმნის ცდილობა მიდის თუ აკვირდებით ეკონომიკური სატრანსპორტო ენერგეტიკული მათ შორის რომ ვეღარი მოძრაო რომ რაღაც ბენზინი იყოს რაღაცის ვაღარი ფიქრობს და როგორ ჩაგეძლოს კრიზისების გამოწვევა დიდი კრიზისები და აი კრიზისებით მართული ქაოსი შექმნა მაგრამ მართული ქაოსი შექმნა გნაგავდება რომ ადამიანები და ხალხი რომელიც ჩავარდებიან ძიონ მდგომარეობაში იძულებული იქნება მიმართონ თავებს რომ რაღაცა გვიშველეთ და ისე თქო კი გიშველით මොකද მაშინ უნდა გააკეთოთ ეს მაშინ უნდა თქვენ ესე იგი ანაბეჭდი უკვე რა თითის ანაბეჭდი რამე დნმ-ის სახით უნდა გქონდეს ჩვენ ბაზარში შენი დნმ-ი მაშინ უნდა გქონდეს შენი ბიომეტრია მაშინ უნდა გქონდეს უნდა გქონდეს ტელეფონზე კიდე შენი აკვე მას მწვანე პასპორტი რომელთაც აქ შეყოდა 15 კილომეტრზე მეც ვერ გაივლი და თუ გავli მე და ხსაც ვეღარ იყიდი როცა შენი ფულიც უნდა იყოს დიგიტალური და ანუ ციფრული და უნდა იყოს ამ შენ wallet-ზე მიმული და თუ ჩვენთან ყველანაირად კონტროლირებადი უნდა გახდეს კონტროლებადს ვინჩივა კონტროლებადი შეიძლება თქვა და აი მაგ კონტროლს მე არაფერს არ ვაშავებ ხო მართული კონტროლებადი კი არა მართული და იმის რასაც უნდა გააკეთებენ და რასაც შენ გინდა იმას ვერ გააკეთებიებენ ხმასაც კი აღარ ამოგაღებიებენ თუ ესე იგი ჭუით არ იქნება და მაშინ ხედავთ რომ ესე იგი ხედავთ მთელი ევროპის მასშტაბით რომ პრინციპში იმ ხალხს და მათ შორის უცხოელ და შემოსულებს ხომ ვინაც ესე იგი ჩადიან დანაშაულს უფრო იცავს სისტემა ვიდრე იმ ხალხს ვინაც თავისთავად მე გამოდის და ანაპროტესტებს და ან უკვე თავის იღებს ასე ვთქვა თავის დაცვის ასე ღონისძიებებს იმათ გაცილებით მეტი საშელი ემუქრებათ და არა მარტო ფიზიკურად არამედ ვინაც ხმას ამოიღებს რამდენი არის დაჭერილი თუმცა დიდ ბრიტანეთში ხო და ამაზე საუბარი ქონდა არა მარტო პრინციპში რა ბრიტანელებს ამაზე საუბარი ქონდა ილონ მასკს ხო რომელიც ცდილობს რომ დაიცვას სიტყვის თავისუფლება ევროპაში და მათ შორის ბრიტანეთის აკრიტიკებს მათ შორის გერმანიის აკრიტიკებს ხო ახლა ფილმი გამოვიდა დღეს ესე იგი თავი ბოლო ინფორმაცია გერმანიაში აკრძალეს ერთ-ერთი ფილმი. მარტო გერმანიაში არის აკრძალული ფილმი, რომელიც სახელწოდება არ მაქვს, მაგრამ ესე იგი სიუჟეტი არის ისეთი, რომ ერთი ადამიანი თავის ხელში იღებს შურისძიებას იმის გამო, რომ დედა გაუპატიურეს თუ რაღაც მოხდა მის ბავშვობაში, რომ ესე იგი და იმის გამო, რომ აქ ჯგუფური გაუპატრება მოხდა და აღებული რეალური შემთხვევები, რაც გერმანიაში მოხდა გერმანელი გოგონას 16 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურება და ეს ერთ-ერთი შემთხვევა არ არის. და აი ამაზე არის აგებული მთელი სცენარი, როგორ იძიებს ერთი ადამიანი კაცის შურს იმაცე, ვინაც ეს გააკეთა
და ეს ფილმი აკრძალეს გერმანიაში, აკრძალულია იქიდან რომ არ მიცეს მას ლიცენზირება, ხო არა 16 წლამდე შეიძლება არ უყუროს, ან 16-ის მერე შეიძლება, ან 18 წლამდე არ შეიძლება უყურო, 18-ის მერე შეიძლება, 18-ის მერე ყველა შეუძლია. საერთოდ არ მიცეს ესეთი ლიცენზირება, არ კინოში ვერ შევა, იმიტომ რომ არც ასეთი შეზღუდვა არ აქვს, საერთოდ არაფერი ესეთი ნომერი არ მიანიჭეს და რა ქნა იცით ილონ მასკმა აი ეს აკრძალული უბრალოდ ფილმი დადო თავის პლატფორმაზე X-ი უფასოდ. ანუ იყიდა უფლებები, იყიდა კაცმა, იყიდა ფილმი იყიდა. X-თან კონტროლოა მაგ კუთხით. ხო, ფილმი იყიდა თავის ყველაფრიანად, თავის უფლებებიან და დადო X-ზე და დღეს და 24 საათის განმავლობაში ყველა გერმანელს შეიძლება, ვისაც არ აქვს საშუალება კინოში არ გადის, შეიძლება უფასოდ უყუროს აი ამ ფილმს, ნახოს ეს ფილმი უფასოდ, რამე რომ სხვა საშუალება არ არის ამ ფილმის ნახვისა და აი ახლა ეს არის მაგალითი, ხო ხორციელდება ცენზურა იმ ქვეყანაში, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, რომ გერმანიაში ცენზურა დაუშვებელია და არ ხორციელდება. მაგრამ ჩვენ ხედავთ რეალობა ხშირად განსხვავდება იმისგან, რაც წერია კონსტიტუციებში და სხვა სახის დოკუმენტებში. და ახლა გერმანიაში თუ ეს რაღაცები ხდება, მაშინ საქართველოში რა უნდა გვიკვირდეს და საქართველოში კონსტიტუციის დარღვევა უნდა გვიკვირდეს თუ ის რომ პარლამენტში რა ხდება, თუ ის რომ ჩვენ ქუჩებში რა ხდება. მე უფრო მაჯარებ საქართველოში პარლამენტში ვიღაცას მოხდა კი არა, კაცო. საავადმყოფოში რომ გოგო იღუპება ახალგაზრდა გოგო და კაცშვილო პატრონი არ არის და ის რას უკეთებენ და სიმაშვებიან ის როგორ უკეთებენ როგორც ოჯახისთავებმა გააკეთეს ყობა განცხადება ექიმს ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონია და ლიცენზიის გარეშე როგორ აკეთებდა ოპერაციებს და როგორ იღებდა პაციენტებს აი მოცემულობა უბედურება ანუ ბავშვი და იმაზე ყველაფერი ის არავის რეაგირება არ აქვს მე კიდე რაღაცა მოხდა რაღაცა პარკში საქანელა დაეცა ბავშვს და კიდე ბავშვს დააბრალეს რომ თვითონო ძალიან ბევრს განაუბდაო ძალიან ანუ ესე იგი საქანელას დგამდა იმას ვერ აკონტროლებს რომ იმისი უსაფრთხოების რომ დაცული იყოს რომ ჩვენ ბავშვებს ჩვენ შვილებს არაფერი დაემართვა აი საქართველოში უკვე ბავშვის და სხვაზე რომ ვლაპარაკობთ ბავშვის სიცხეს ისე გაუფასურებული არის უბრალო ბავშვების თორე ახლა მაგათი შვილებზე მაგათ შვილებს საქართველოში ვიღაც ნახავ ყველა გამოგზავნილი ყავთ აგეთ ზოგი ამერიკაში და ზოგი იმაში დიდბიზნესში სხვაგან კიდე ხო და ჩვენთან არის აი ესეთი მიდგომა ადამიანის სიცოცხლე აი კორონას დროს რომ გვიმღეროდნენ ხაპებს რომ ადამიანის სიცოცხლე ხომ თავარი ღირებულებაა და ამის გამო ჩვენ უნდა პირბადეები ავიკართ აბა როგორ სხვა ხო არ უნდა მოკლა შენი იმითი ვირუსით კაცო და ადამიანის სიცოცხლე დავიცვათ და ამის გამო უნდა შენ ჩაიკეტო და დაარჩი სახლში და მეუღლეს არ დაუჯდე მანქანაში და იქის არ ნახო ეკეს არ ნახო საფლავზე გახვიდე ეკლესიაში არ მიხვიდე ნემსი დაივჭვე ტესტი გაიგეთე აიცერდი გინდა თუ არა აი ვინმეს თუ მაგის იჯეროდა მაშინ რომ აი ეს ვაჟბატონები და ქალბატონები რაც მაგას გეუბნებოდნენ საერთოდ ვინმე ადამიანის სიცოცხლეს თუ ჯავრობდნენ საერთოდ და აი ხედავთ ახლა დღეს ხო აი აღარ არის პანდემია და სულ ფეხებზე არ გიდია და ადამიანის სიცოცხლე გინდა შახტაში გინდა მშენებლობაზე გინდა გზაზე გინდა ავტობანზე გინდა ჩვენ პარკებში გინდა საავადმყოფოებში საავადმყოფოს ხო საერთოდ საუბარი შეიძლება სასაკლაოებია მოწყობილი და პატრონი არ ყავს სამყაროს რა და რავი ხალხო რაზე ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ ქართული ჯანდაცვა ლატარიასავით როდესაც კლინიკაში მიგიწევს მისვლა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ან როგორც ლატარიაა დოლურაში ჩააგდებენ ბერფუცლებს და ან ამოვა და ან გაგიმართლებს და მოხვდები კარგ სპეციალისტთან რომ ყველას აქვს ესეთი მე მგონი ყველას აქვს საქართველოში ესეთი უკვე სამწუხაროდ ესეთი გამოცდილება მიღებული რომ ახლა მე გერმანიაში ვარ და აქაურა ზომა მაქვს და მადლობა მოგწესთ და რაღაცა მაგრამ ამაჩევ საქართველოში იყო და მომიკლეს ფაქტიურად რა საავადმყოფოში იმის გამო რომ არ გაუკეთეს წესია და არც ოპერაცია და არც ოპერაციის შემდგომი რაც იყო მისახედი არ მიხედეს და ასე იგი რავი ესე ჩემ თავს ვერ პატიობ რომ ვერ ჩამოიყვანე და ვერ შევძელი მაშინ ამაჩევის გერმანიაში ჩამოყარო რომ მაგ ნორმალურ კლინიკაში ნორმალურ ასე თქვა მე ექიმებთან ოპერაციაც გაეკეთებინა და შემდგომი ისეთი ცხოვრება რომ ახლა გასაგები ხა თქვა გერმანიაში კუნალობა და ოპერაციის გაკეთება და ეს საქართველოსთვის რა თაფებთან და გადაგავშირებული მე მგონი იცით ხო ყველა ხო და ისეთი პერიოდი იყო მაშინ რომ აი კიდე რაღაცა იმედი ქონდა კაც რომ ესე იგი საქართველოში მიხედავდნენ და ახლა მამაჩემი კიდე გავიდა მის მერე кай ხანი გასული სიყურე და 17 წელს მაგრამ აი ესეთი და მსგავსი სამწუხაროდ გამოცდილება
ყველა ჩვენთან ყველა ოჯახს აქვს, რომ შენი ოჯახის წევრი თუ არა ვიღაცა ათსავე მაინც გეცოდინება, რომ მსგავს და უარი სიტუაციაში ჩააგდეს და აი ესეთი საერთოდ აღარ არსებობს საქართველოში, არც ჯანდაცვა აღარ არსებობს და არც ნორმალური სამედიცინო სისტემა აღარ არსებობს დიდი ხანია. ეს არის სიმპტომატური იმ ქვეყნების, რომელიც რეალურად უკვე როგორც ქვეყნები აღარ არსებობენ რა, როგორც იგი არ შემდგარი სახელმწიფოები არიან კვაზი სახელმწიფოები წარმოქმნები, რომელიც მომჯდარი არის თავზე ფინანსო ოლიგარქიული ფსევდო ელიტები, თავისი ბანკებით, თავისი კაზინოებით, თავისი საროსკიპოებით, რომელიც ამას ფულს აკეთებენ და ამათ გადააქციეს ქვეყანა გადააქციეს დიდ საროსკიპოდ, დიდ კაზინოდ, დიდ რა თქვა, კიდე დაქირაებულ ყმათას ყიდვის გასაყიდ ადგილებად, რაც გაყიდიან აქვემას სუროგატი დედების მიერ გაჩენილი შვილებს, რაც გაყიდიან ჯარისკაცებს სხვა მისიებში, რომ დაიხუროს, რაც გაყიდიან ორგანოებს, რომელთაც ამ საწყალ პაციენტებს გამოაცლიან ამ ჩვენი სამართლებიდან და არც მაგერ გამიკვირდება და რო გამოაშკარავდეს და აღარც გამოაშკარავებულა და ყველაფერში ფურს აკეთებენ აბსოლუტურად და ხელი არ უკანკალდება და ხალხს ისე აკეთებენ ამაში ფურს რა, აი აგეწოდებს და მასში ჩართული არასრულწლოვნები. ეს ბოლოების ფაქტები ბოლო 1 წელია არაერთი ახალგაზრდა ბავშვის სკოლის მოსწავლე დააკავეს ყობა, რომელიც მუშაობდა რაღაც არხების საშუალებით იღებდნენ ინფორმაციას სად უნდა დაედოთ, წამალი იქნება სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და მე აი არ იცოდნენ დამკვეთებამდე ვერ გავიდნენ თითქოს გამოძიება ვერ გავიდა. აი ეს ბავშვები ამ ბავშვმა არ იცოდნენ რეალურად ვინ ავალებდა ამათ, მაგრამ კარგ ფულებს უხდიდნენ. რა თაობა უნდა გაიზარდოს, ბარიგად რო გამოზრდის სკოლის მოსწავლეს, გოგო იქნება ეს თუ ბიჭი იქნება, წარმოიდგინე ხა ის რა დედა უნდა გახდეს, ან რა მამა უნდა გახდეს და რა მომავალი თაობა უნდა შეუქმნას ქვეყანას, ხო? ღმერთს მადლობა, უმრავლესობა არ არის ამ მდგომარეობაში ბავშვების დღევანდელი თაობის. არის რაღაც პროცენტული ნაწილი, რომელიც ჯანსაღია, მაგრამ გარემოცვაში ურთიერთობა და კომუნიკაციაც გაუჭირდება ამ ბავშვებს, ჯანსაღ ბავშვებს, როცა ესე მოწამულია ირგვლივ ყველაფერი, იმიტომ რომ კარგი რატომ ხარო მაგისთვისაც შეიძლება შეუტიონ და ეჩხუბონ თანატოლებმა იმდენად არასწორად აქვთ უკვე გონება ჩამოყალიბებული. კარგი სიმღერები რატომ ხარო, კარგი აღზრდილი რატომ ხარო, ამაზეც კი პროტესტი. ნახე, ბულინგი ისეთი ძლიერი გახდა საქართველოში, ბულინგით ახერხებენ იმას, რომ ესეთი ბავშვებით ან სიჩუმეს ამჯობინებენ, იმიტომ რომ სოციუმის დარტყმებს ფიქრობენ, რომ ვერ გაუძლებენ, ან თუ გაუძლებენ და შეასყდებიან, ირგვლივ გარემოცვაში მეგობარი არ დარჩება საკომუნიკაციო და საურთიერთო თითქმის. ეკლა ეს ციფრი ხალხი ამაში არაფერი არ არის, მოდი გავიხსენოთ 90-იანი წლები. ჩვენი ბავშვობა და ჩვენი ახალგაზრდობა და შევადაროთ პრინციპში და პარალელები გავალოთ, იმიტომ რომ როცა ჩვენ ხედავთ რომ ესე იგი ამათ ქვეყანაში მასობრივად ხდება ნარკოდამოკიდებულების, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა სისტემის მიერ და ახალგაზრდების დასვა ნარკოტიკებზე, ეს არის გამოცხადებული გენოციდის ერთ-ერთი საფეხური და პროგრამა. 90-იანებში ხო ეგრე იყო. იგივე იყო 90-იანებში დასვეს ახალგაზრდები წამალზე და ეს რაც შესაუბრობ რომ აი დაბულინგება სხვათა მიმართ მასში სიტყვა არსებობდა ბულინგი, თორემ პრინციპში ქუჩის მხრიდან და ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული კაი ბიჭების და ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს მხრიდან არ იყო, ასე ვთქვათ არა ქურდული მენტალიტეტის, ასე ვთქვათ, ნორმალური მოსწავლება. ნახე გოგოების თაობაც, ყობა უბედურება რა იყო? გოგოების იმ პერიოდის თაობაც ნახე, ბიჭი რომელსაც რომელიც ვიოლინოზე დადიოდა, ან წიგნიერი იყო, სწავლობდა სკოლაში, ნაკლებად მოწონდათ, აი ბირჟავი კიდა, აი მოშავოდა, აი რო ბლატაობდა, ეგეთ ტიპების რომ მოსწონდათ ხოლმე და მაგრამ ეს ხომ რაღაცა ეს ხომ ისე არ მოხდა რომ ვიღაცამ გადართო რაღაცა ერთ დღეში ხო არ მოხდა, ხო ეს ხო იყო დიდი ხნის იდეოლოგიური მუშაობის შედეგი. იმის შედეგი რომ აი ყველა არხზე და ყველა თუნდაც ისე ჰოლივუდური ფილმების ასე ვთქვათ აგრესიული გავრცელებით ისეთი სახის თანახმარო აი შენ განგსტერი თუ იქნები და იმით რომ პისტოლეტი თუ კი ფულს გამოიტან მაგინან და ვიღაცას დააყაჩაღებ და ისე იმას უფრო მაგარი ტიპი ხარ და საერთოდ ვინაა რომელი რომ ისწავლა და რაღაცა თავისი შრომით მიაღწია საერთოდ მასეთი რომელი გინახავთ ჰოლივუდურ ფილმში მასეთი ისა კეთილი წარმოჩენილი პერსონაჟი და აი ეს ხომ ნელა გაატარა ჩვენთან ეს პროგრამა რომ აი ესე ვთქვათ საზოგადოების ფუნდამენტი მორყეული იყო და ასულიყო ყველა სფეროში, რომ ესე იგი თავად აზრს დგას საზოგადოება აბსოლუტურად საზოგადოებაში. დიახ. და როცა ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ აი პრინციპში ერთი მხარე არის იურიდიული ასპექტი, თექლა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იურიდიული ასპექტი საქართველოს გამოცხადა დამოუკიდებლობა
და ყავდა ესე იგი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ყავდა ლეგიტიმური მთავრობა და მთავრობა მერე გადააყენეს მოხდა სამოქალაქო ომი და მთავრობა იქნა განდევნილი და მოამოკლეს და მის მერე გვაქვს არალეგიტიმური და მის უბედურება ეს არის ეს სიმართლე არის მაგრამ ეს არის მხარად სიმართლის ნაწილი და მედლის ერთი მხარე არის იმიტომ რომ მარტო იურიდიული მხარე არის მეორე მხარე რომელზეც ჩვენ საწყობად ავსაუბრეთ და ისინიც კი განსაკუთრებით ისინი ვინაც გულში მჯიხს იცემენ და ზვიადისტები რო არიან ვითომ და მაგარი ეროვნულები რო არიან ვითომ კი არა მართლა ესე ჯერათ მაგრამ აი რას ვერ ხედავენ ბოლომდე და რატო ვერ ხედავენ იცი თავის თავთან არ უნდა სიმართლის აღიარება იმიტომ რომ მაშინ შენ რაღაცეები შენ სინდიში უნდა ჩაიხებო და უნდა თქვა რომ შეიძლება შენც რაღაცაში თავიდან არასწორი იყავი და ან არასწორი იმედები გქონდა ან არასწორი წარმოდგენები გქონდა და ერი შევიყვანეთ ესეთ მდგომარეობაში უნდა ჩვენ ვერ გავაკონტროლებდით რომ ჩვენ რო გვეგონა რომ ჩვენ გვქონდა რაღაცა ესეთ იდეალიზირებული წარმოდგენები ის რეალობა არ დადგებოდა და არ დადგა ეს რეალობა რატომ იმიტომ რომ ჩვენი წარმოდგენები იყო მცდარი ან ჩვენი წარმოდგენები იყო დაემსხვრათ ან ჩვენი წარმოდგენები იყო დამყარებული არა ასე რომ ვთქვათ, არა გულწრფელ იდეებზე, არამედ იყო დამყარებული შოვინისტურ იდეებზე. იყო დამყარებული ამპარტავნობაზე. და ამპარტავნება ყველაზე დიდი ცუდოა. ხა მაშინ გამოიხატება ეს ამპარტავნება. და ემოციები გამოიყენეს მე საკუთრებული შეიძლება პოზიტიურიც იყოს თეკლა, მაგრამ აი ტრენმა გამოიყენეს ამ ყველაფრის ფონზე ეს ემოციები მე მას თავისთავად გამოიყენებდა მტერი ყოველთვის იყენებს შენ სისუსტეს, მათ შორის შენ სულიერ და შენ მორალურ ასპექტში და შენ ეთიკაში თუ კი რამე სუსტები არის, შენ სუსტ ხარებს, შენ სცოდვებს, რომელიც შენ მიდრეკილება გაქვს. თუ კი შენ გაქვს პატივმოყვარეობისკენ მიდრეკილება, მაშინ პატივში შეგაგრებს და ვინაც ესე იგი გაყიდის თავს ქვეყანას და პატივს მიიღებს, ის იმას დააყენებს. ხო, თუ კი შენ ამპარტავანი ხარ და იზახი რომ რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ და ჩვენ ვართ საუკეთესო ნაცია და სხვას რო ვაკრიტიკებთ, იგივეს ჩვენ ვიმეორებთ, ხო, ანუ შოვინისტური შეხედულება რომ ჩვენ უფრო ესე იგი რომ იმის გამო რომ ქართულად დაიბადეთ უფრო მაგრები ვართ და ჩვენი მეზობელი რავი ნებისმიერო დაადო ის ქურთები, ოსები, სომხები, ესენი რა ქვია მას თუნდაც რა ვიცი მე ისე რა ქვია ჩუქჩები, ხო? თუნდაც თურქები, თუნდაც აზერები, თუნდაც ხო ნებისმიერი აიყო, ხო ყველაზე მაგრები ვიყავით ჩვენი გაგებით, ხო? აი მოდი გულწრფელად თქვათ ხალხო და მიმართავ მართლა იმ ხარს ჩემს მეტი ზვიადისტი არ ვიყავით თქვენ უბრალოდ მაშინ ვიყავი რა ქვია მას როდის 90 საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა 99 წელს 9 აპრილი მე ვიყავი 12 წლის არ ვიყავი 11 წლის ვიყავი 11 წლის ახლა ბიჭს ახლა რა უნდა ეჭკვა უნდა მომეკითხო ხო რაღაცა ისეთ რა ქვია ინტუიტიურ დონეზე მაინც გრძნობდი მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი ბავშვი რომ რაღაცა ისეთი პროცესები იწყებოდა რომელიც ესე იგი სასიკეთო და არ წარადგებოდა ჩვენ თავოსა ჩვენას საბოლოო ჯამში თორე ახლა ის რა ქვია მას ურაპატრიოტიზმზე ხო დამოუკიდებლობა ყველას გვინდოდა და ესა ჩვენი უკეთესობა და უკეთესი ცხოვრება და უკეთესი რა ქვია მას როგორც კაი ზაღლი ყავს ხან ზაღლი ჩემი ზაღლიც აგერა ახლოში მელოდება მაგრამ აი ეს არის მინდა რომ ეს თქვენი დავამთავროთ ეკლა და უცებ დავამთავროთ ახლა რა ანუ ჩვენ თავს უნდა ასე ვთქვათ გამოუწყდეთ ერთ რაღაცაში და უნდა ვაღიაროთ ჩვენ თავს საკეშო ჩაგვიმოთქვათ რაღაცა რომ ჩვენ რომ ესე იგი 99 წელს გულში მჯიღისცემით ვიძახეთ რომ აი ჩვენ უნდა მოიპოვოთ დამოუკიდებლობა ყველა ფასად და ჩვენ ყველაფერს მივახცევთ რომ ვართ ესეთი იმიტომ რომ ასეთი მაგრები და ასეთი ჯიგრები და ერთმანეთს ქვეში დაუდგებით რომ ვინ ბიჭო ჩვენ ქართველებს ერთმანეთს შევაძებთ ასე ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ვცდებოდით მაშინ ჩვენ დავუშვით შეცდომები, მომზადებელი იყო საზოგადოება მაგ ყველაფრისთვის. ფიზიკურად მზად იყო, მაგრამ ფიზიკურად ხო აღმოჩნდა ამდენი წლის მერე ხომ ხვდებით რომ არ ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის და ვერც სწორად მივიღეთ ეს ყველაფერი. გაგებაც კი არასწორად მოხდა. ხო, ყველაფერს ხო ვერ გავხვიდით, პრინციპში მაშინ ის ხალხი ისწავლა, ყველაფერს ვერ გავხვიდა, მაგრამ ესე იგი, როდესაც ხდება მე იდეალიზება აი დისკუსიის დონეზე არ შეიძლება ესეთი რაღაცა რო თქვა ხო ახლა რასაც ახლა მივამბობ მე ხალხო ვიცი ახლა რიცე მიდივარ რომ იმ ხალხიდან ვინაც თავის თავს უწოდებს ეროვნულებს ზვიადის მიმდევრებს და შემდეგ ხო ახლა იქიდან წამოარ ახლა შიტსტორმი და კობაკურაშვილმა რა თქვა რომ ჩვენ როგორ შეიძლება რომ შენ ახლა მერაბ კოსტავაზე მაგარი ხარ და უფრო მეტი იცი აი ესეთი ისინი წამოა ხო ბიჭო მერაბ კოსტავა მაშინ იყო რამდენსაც მე ვიყავ 11 წლის ხო მაშინ რაც ხდებოდა 9 აპრილზე ხო მე რაღაცას ვთქვი როგორც ახლანდელი ჩემი აქაური გადასახედიდან რა და არავის არ ეჯიბრება მით უმეტეს მერაბ კოსტავას და ზვია განსახურდეს არიან ისტორიული ფიგურები რომელმაც თავისუფლად რაღაცა კი არა დიდი როლი ითამაშდა რაც მოვიდა იმას ვაანალიზებ ბიჭო ესე იგი ამეხედე
აი ომი რო გაქვს მაგალითად სხვა ქვეყანასთან და რო წააგებ იმ ომს ხო? ხო უნდა გაანალიზება დაიწყო რომ სად შეგვეშ ჩვენ არა ისეთ უფრო მეური იყვნენ ჩვენ უფრო მაგრები ვიყავით მაგრამ მაინც დავმარცხეთ აი ესეთი მდგომა რა ბიჭო რო დამარცხე რაღაცა მიზეზები ხო იყო ხო უნდა გაანალიზო რომ მეორე ომში კიდე ისე არ დამარცხდა ისე უარესად რომ აი სამოქალაქო ომი რომ მოხდა საქართველოში 91-92 წლებში და სამოქალაქო ომში რო დავმარცხდით ჩვენ ანუ ხალხი ვინაც ავირჩიეთ სულად გამსახურდია და ვინაც გავყევით მერაბკოსტავას გზას და იმან ჩვენი მოყვანილი მთავრობა ხო დამარცხდა ამ ომში აი რატო დავმარცხეთ ეს ხო უნდა გაანალიზოს ვიღაცამ ხო თუ კი ესე იგი 90%-ზე მეტი ეროვნულ მთავრობას აძლევს მანდატს და ის მთავრობა ხდება ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მეთაური კრიტიკულ მომენტში რატო ვერ ხერხებს ის თავის კი არა იმას კაცო აღებული აქვს პასუხისმგებლობა მთელ ამ ერზე მთელ 90%-ზე და მეტზე კიდე ვინაც მას ხმა მიცა და მე ესეთი რაღაცები ხდება რომ არა თუ ერთს ვერ იცავს, თავის თავსაც ვერ იცავს, ხო სამოქალაქოში და მარცხდება სამოქალაქოში. ხო უნდა გავაანალიზოთ რატომ დავარცხდა ეს არა სამოქალაქოში. ან ხალხი რატო არ გამოვიდა დიდი რაოდენობით, ან შეიძლება უნდა ხალხს გამოსვლა, მაგრამ იარაღი არ ქონდა ახალს და რავინ რატო არ მიცა ეს იარაღი, ხო? მაშინ ესე ვთქვათ რა, მოდი რა. თუ კი ესე იგი, შენ გაქვს ხალხის იმედი და მოხოდი მთავრობაში 90% ხარდაჭერით. ადრე კიდე რაცა მთელი იარაღი შესაძლებლობებში დარჩენილი რუსული და სხვა სახით კალაშნიკოვები და ესეთობები დაურიგე მთელ 100% დაურიგე. კაი შეიძლება 10% მოხდეს იმას ბანდიტების და იოსენიანების და პუჩისტების ხელში, ხო, მაგრამ 90% ხო მოხდება ჩვენ ხელში. მამული შვილების ხელში ხო მოხდება. ბოლო-ბოლო ვინ ვის მოუგებს, ხო? მაგრამ ეს ხალხი რო დატოვე უიარაღო და ვერჩენ ვერ დაიცავი და მე შედიოდნენ და იმას ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ ის ვაჟბატონები, ვისაც თქვენ ვერ მოუგეთ ომი, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? ამ ხალხის იმაზე, ცოდვაზე და სიცოცხლეებზე პასუხისმგებელი ვინ არის ხალხო? ამდენი დაღუპული ჩვენ თავმოქალაქე. აი ამის შედეგად. და არა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ აი ამის იმას, აქვე იმას მითოლოგიზაციას და აქვე იმას ცაშიაყვანას და რაღაც სხვა სიტყვაქვია კიდე რა, საკრალიზაციას. საკრალიზაცია რო რაღაცა არის საკრალური, რომელსაც დისკუსიაც კი არ შეიძლება. ანუ გვიგრძელა აზროვნებას ხო და განხილავს გვიგრძელა ხო როცა მას მეუბნები ხო აი მერაბკოსტავამ რო თქვა რომ აი ეს არის აღამატებული მომენტი ახლა რაც ხდება აქ და შევწირეთ მაშინ აი შევწირეთ ჩვენი შვილების სისხლი ხო ვის ქონდა თუნდაც მერაბკოსტავას ქონდა ვინ მიანიჭა მას ამის გადაწყვეტილების ძალაუფლება შეეწირა ქართველების სისხლი რაღაცა მიზნებს რაცა უნდა ამაღლებული მიზნები ყოფილიყო ეს რომელსაც ქვია თავის დამოუკიდებლობის მოპოვება თუ თავისუფლება თუ სხვა რაღაცა ხო აი როცა ქართველი ახალგაზრდები იხოცება იქ რუსული ტანკების ქვეშ და რუსული ეს თქვათ საპიორნი ლაფატებით ხო რაც იყო ხო ეს ნიჩბებით ხო ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის როდესაც ჩვენი რესპუბლიკის და ჩვენი სახელმწიფოს ასე ვთქვათ ფუნდამენტს ვაფუძნებთ სისხლზე და აი ამ ჩვენი დახოცილი ბავშვების საკრალურად შეწირულ მსხვერპლად შეწირულ სისხლზე აი ამისი შედეგი და აი მისი მოსავალი მოდის ის რაც ახლა გვაქვს აი ამ 99 წლის თავზე და ეს არის ის წარე სიმართლე რომლის გაუნებას არავის არ უნდა მაგრამ რომლის უთქმელადაც და რომლის გაუაზლებადაც და რომლის ასე ვთქვათ ძირებში ჩაძიება და იქიდან რომ ჩვენ თქვათ სიმართლე და ჩვენ თავს გამოვწვეთ რა იყო არასწორი რა იყო შეცდომა რა იყო ზედმეტი რა იყო ამპარტაუნება და აქედან გამოწვეული დანაშაულებრივით შეიძლება ვთქვათ ქმედებები დიაგნოზა მკურნალობასაც ვერ დაიწყეთ ვერა იმიტომ რომ ჩვენ ვივლით სულ აი ასეთ წრეს აი ეს მოჯადოების წრეზე შემდეგშიც ვიღაცებს კიდე გაწირავენ ვიღაცებს შეწირავენ ვიღაცების სიხს დააქცევენ ვიღაცებს მე ურტყავენ რაღაცა როგორც პარლამენტში მაგრამ შეიძლება რაღაც ხო და აი ამ საკრაულ სუბსტანციას კიდე დააფუძნებენ ახალ ბოროტებას ახალ უბედურებას და ახალ რაღაცებს ამიტომ მე ვიცი რომ შენ კიდევ და ისეთ თემებზე საუბარი როგორიცაა და მე აი ასეთ სიტუაციაში ვარ როცა ესე იგი ჩვენი ახალგაზრდები გვიღუპება საავადმყოფოებში და მთავარი თემა რომელიც არის ქვეყანაში გარჩევი არის ხან სტულვას დადგმული ისა ახსოვთ ვინმე საქმე რუსთავის დადგმა ხო вообще აღარ გაინტერესებთ ხო და ვინმე საერთოდ აი რუსული კანონის თემა რო იყო ხო მე დარწმუნებული ვარ დღევანდელ ამ ლაივში შენ საუბარს არ მოყვება კარგი ამბავი შესივლი ახლა ესე იგი არ მოყვეს ბატონო იმიტომ რომ ამაზე ვარ ისი რა უნდა მოყვეს რაც ქვეყანაში გვემართება ხალხო ამაზე ვარ ისი რა უნდა დაგვემართოს სახელმწიფო კი არა ერი აღარ შეგვჭა ხელში და ქართული ეთნოსის ყოფნა არ ყოფნაზე არის ნგარი საკითხი და ძალიან ცუდი პერსპექტივები არის ქართული ეთნოსის გადარჩენასაც შეეხება და მეტი ვარ ის რა აგინეთ კობაკუპრაშოს როგორმე ავიტან მაგას მე არავის პირადად პასუხს არ გავცემ ჩემს
გინებას და შეურაცხყოფაზე მიუტოვოს ღმერთმა სულ ყველას კაცო და მე ყველა მიყვარხართ. ყველანი მიყვარხართ. აი ჩემი მაგინებლები თუნდაც ახალმოდი შემაგინებთ, ისინიც კი მიყვარხართ, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენ მაგას დაგალაპარაკებთ. მე ვიცი რომ თქვენ მაგას სამსულის სიყვარული გალაპარაკებთ. მე ვიცი რომ თქვენ მართლა გულით ჯერათ გწავთ რომ შეუნსტარები იყო კოსტავას და გამსახურდიაც. ასე მეგონა მეც თავის დროს ხოდაშორის. მაგრამ მე იმასაც ხვდები რომ ის რომ შენ რაღაცა გგონია შეიძლება მაგაზე დამყარებული ასე ვთქვათ სისტემა მაგას დაყარებული აზროვნება მაგას დაყარებული სახელმწიფო შეიძლება არ მივიდეს იმ ტაძრამდე რომ ტაძრამდე ჩვენ გვინდა სხვას გვინდა ერთად და ამიტომ ესე იგი აი იქ იწყება ჩვენი პრობლემა სადაც თქვენ ახდენთ გარკვეული თემების ტაბუიზირებას სადაც თქვენ აზროვნებას და სიტყვის თავისუფალი სიტყვის თქმას უკრძალავთ თქვენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და მე საუბარია იმაზე რომ რა ვიცი ესე იგი გავერთიანდეთ რისიბლი უნდა გავერთიანდეთ ხო თუ ესე იგი ნებისმიერი გაერთიანება რომელიც საქართველოში იქნება ხედავთ რომ მე ვიღაცას გამოუხდება ვიღაცას ბლასდებს ვიღაცა ეტყვის რომ შენ ასე მე ასე გითხარი და შენ ასე გითხარი არა მაგიტყულია შენ ცირწამე მასე კი არა ასე გითხარი და მოდი ახლა და ვილაპარაკოთ ან არ ვილაპარაკოთ მე კიდე ერთი გამოვარდება და ეტყვის კიდე ახლა შენ ახლა იმ პარტიასთან გაქვს რაღაც კავშირი მე აფრიკა კავშირი არა ხა შენ გინდო დამასთება საუბარი ხო და ვიღაცას უწევს ესე იგი ამ დროს როდესაც ჩვენ გვაქვს პრობლემები რომ ხალხი გვეხოცება თავარი თემა არის ადრე ხო სტულვა იყო მანამდე ხო კიდე რუსული კანონი იყო მე სადღაც ვინმე შეიხედა იმ რეესტრში კაი ხო არის ჩამოწერილი ყველა ის არასამთავრობო და ყველა ის საფრთხე ორგანიზაცია ხო არის ჩამოწერილი რაღაცა რეესტრში ვინაც არის უცხოური დაფინანსების მქონე ვინმე წაიგითხეთ ხალხმა აი რეალურად აი გურზე ხელი დაედო ვინმე შეხვედრით და წაიგითხეთ დაგაინტერესად ვინ იყო ან თუნდაც რომ შეიყვანეს მაგალითად იქ განსაკუთრებით იქ არაფერი ეწერება შეიძლება ისეთები წერებულიყო ყობა ვინც საერთოდ არაფერ შუაში არა და ვინც არის თავში და ბოლოს შუაში ვინაც არის იმათ რამე რეალურად ვინაც შეტანილი არის იმ აგენტების რეესტრში რამე პრობლემა შეექმნა და რამე მოუვიდა და დაიჭირეს ვინმე იმათგან დაიჭირეს ცხილაძე ხო გულბაათი ხო ერთი ეს დაიჭირეს სულ არ იყო იმ რეესტრში შეტანილი რაც მომია ხო და კიდე მაგის ხო სხვა ვინ დაიჭირეს და აი ამ დროს როდესაც ესეთი რაღაცეები ხდება ერთ-ერთ პოლიტიკურ წარასწორ პარტიას ახლა მთავარი თემა აქვს სასაუბრო მონარქია უნდა იყოს თუ არა საქართველოში ამაზე გაქვთ ხო საუბარი ამაზეა ხო თერთერი ისა რა ხო ერთმანეთს ხო დაუპირისპირდეთ კიდე ვიღაცები ხო ახლა ეს ახლა რიზიმისტით ხდება ახლა ეს მე ნუ გამრავლია მე ჩუმადვარ აი შეხო გინდა დავთმასავარ მე ამიტომ 10 ივნისს იყო გადაცემა ისტორიკოსებთან ერთად ეს თემა განავრცო ნუკრი შოშიაშვილმა და 12-ში გაჩნდა ეს შემდეგ უკვე მოყვა ამ თემაზე გამოხმაურები და ეხლა საერთოდ გადაავისლა ყველას და ყველაფერს მაგრამ მე ყველგან ვიდეოს და იქ თარიღები მითითებული და პოლიტიკურად მაინტერესებს რა იცი როგორ რა მაინტერესებდა უფრო იმის განხილვა არ მაინტერესებს ყობა ვინ ვის ეჭხუბება ვინ ვის უტყამს შიგიდან გარედან ეგ აღარ მადადებს რეალურად მე უფრო მაინტერესებს პოლიტიკურად პლუსები და მინუსები თუ კი მონარქიაზე მიდგა საუბარი რა არის პლუსები და მინუსები. თუ კი მიდგა საუბარი, მე არ ვამოფართ მომხრევარ, არ წინააღმდეგი ვარ. თან ეს არ არის ერთი დღის მოცემულობა, რომ რა დღეს უცებ რაღაცა თქვა და ვიღაცა მუცებს კამ ტახტზე ვიღაც დასვას, ეგრე არ არის, მაგრამ მე მაინტერესებს პოლიტიკურად, როგორც პოლიტოლოგი, დღევანდელ მოცემულობაში რა დოზითაც და რა მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანაა, რა პლუსები შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხს და რა მინუსები. თეკლა, მოდი მე ხო ის სხვა დონეზე ვსაუბრობ რა. მე ხო ის სხვა დონეზე გესაუბრებით, შენც და ხალხსაც რა. და მოდი ძალიან მარტივად ვიტყვი. აი სანამ ჩვენ ხახნო მთელი ერი და მთელი ჩვენი მოსახლეობა რა საქართველოს ერი და ბერი და ყველა მოქალაქე და ყველა ქართველი და არაქართველი მათ შორის. სანამ ჩვენ არ დავანებებთ თავს ვიღაცის ძიებას მშველელად. ვიღაცის წარმოდგენას რომ ვიღაცას ერთს მოიყვანთა ის გვიშველის. იქნება ეს მონარქი ბელადომანია პრეზიდენტი იქნება ეს არჩეული თუ აურჩეველი პრეზიდენტი იქნება ეს ბიძინა თუ იქნება ეს მიშა თუ გრიშა თუ იქნება თუ გინდა პატრიარქი თუ გინდა პატრიარქი და ვიღაცა ერთ ადამიანს არ ავყიდებთ ხოლმე აი ამას რომ ახლა შენ ხო ხარ და მიდი მიხედე შენ და შენ უნდა გადაგვარჩინო და შენ უნდა მიხედო ამ ქვეყანას აი სანამ ჩვენ აი ამ პატრონის ძიებას არ დავანებებთ თავს და სანამ ჩვენ არ შევიგნებთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონებიც ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სუვერენი ვინაც წესით უნდა ფლობდეს ძალაუფლებას და ჩვენ ვაძლევთ მერე ასე ვთქვათ შეკვეთებს იმ ხალხს ვისაც ჩვენ უნდა მოიყვანოთ იქნება ეს არჩეული პარლამენტის სახით იქნება ეს პრემიერის სახით ჩვენ გამოდის ეს ძალაუფლება
და ჩვენში ყველა ჩვენთაგანში არის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ჩვენ ღვთაებრივ ბუნებას, ასე რომ ვთქვათ, უკვდავ ღვთაებრივ ბუნებას გვანიჭებს. და თუ კი ჩვენ, ესე იგი, ჩვენ თვითონ ნაპერწკალს გავაერთიანებთ, როგორც აი, წვეწვეთად რომ შევკრიბოთ, ხო ოკეანე ვიქნებით და ყველაფერს წავლეკავთ, ხო? ასეთი პატარა და ნაპერწკლები, მიხელა ხანძარი გაჩნდება, ხო, რომ ჩვენ ვიქნებით მეფეც, პატრიარქიც და რა ვიცი, ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონიც, საერთოდ, მთელი ერი და მთელი ხალხი. ან ესე იქნება, ან ერთობით მივაღწევთ ჩვენ წარმატებებს და ერთიანად და ერთმანეთის სიყვარულით და ერთმანეთის გატანით გადავრჩებით და გავალთ სამშვიდობას, როგორც მთლიანი მთელი ერი. ან არაფერი არ გვეშველება, ვინც არ უნდა მოვიყვანოთ. რაც არ უნდა, რა ასახითაც არ უნდა ჩვენ ესე იგი ჩვენი სახელმწიფო მოწყობა ხომ აი ესეთი მოწყობა, ესეთი ფორმა, კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო რესპუბლიკა, დემოკრატია, დიქტატურა, ეს ის რაღაცა ყველა სხვა ფორმები, ხო? აი ფორმა და შინაარსი ხო მაინც იგივე არის, ხო? აი თუ კი შინაარსი არ არის, თუ კი შინაარსი არ გვაქვს, აი კოკასა შინა რაც ადგას, იგივე წარმოდინდებს, ხო? რაც არ უნდა ფორმა მოუძებნო მე იმას მართლობის ფორმა არაფერს არ გვიშველის, ხო და ახლა მონარქზე, რადგან მონარქზე საუბარია, ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში შექმნილი მონარქი შეიძლება ყავდეს ქვეყანას, რომელიც არის, ასე ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა, სუვერენული, დამოუკიდებელი და თავის პატრონი. შენ თუ შენ თავის პატრონი ხარ და უცხოელები არიან, შენი გამკითხავები და უცხოური ბანკები იმაშვებიან, გიდებენ პროცენტებს და კრედიტებს და ლონდონის city წვეთს შენ იმას, რა ქვია, შენ კრედიტის მიღებას თუ არ მიღებს და შენი ბილიდან გამოგდებას თუ არ გამოგდებას, ვიღაცა, რა ქვია მას, შახიც ყავდა ირანს, მაგრამ რა მე შახი რო ყავდა ირანს, ხო? მიიყვანა ხალხი იმდენად რომ ის შახი გადააყენეს და გააქციეს და მისი შვილი ახლა ცნობს უკან დაბრუნდეს და მაინც აღებულობენ, ხო და ხალხო მესიანიზმს თავი უნდა დავანებოთ. ვიღაცა ერთის მოძებნას და იმას რომ ის გადაგვარჩეს და გვიშვილის ამას თავი უნდა დავანებოთ რა. ვინ რომ თქვას რომ ყობაკობაშვილი გადაგვარჩეს, მარტო რომ იმასაც ვიტყვი რომ არა, ძმა, არ ახარ, სწორი, ვერ გადაგარჩენ. მე მარტო თუ კი ყველანი 2.5-3 მილიონი ქართული არ დამიდეკით გვერდში და ერთად თუ არ 10-ზე არ დავდეკით და ერთი საკეთებელი თუ არ ვაგიდეთ. მარტო მე კი არა, მე თუ არ დაგიდეკით ერთმანეთთან თანასწორობის პრინციპზე რა. თანასწორობის პრინციპზე მე ესე მიმაჩნია რომ მარტო ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა სიკეთის მოტანა ნებისმიერი საზოგადოებისთვის. აი, ისეთ ქვეყნებიც კი როგორც არის მაგალითად შვედეთი, ხო, ან ნორვეგია, ხო? აი, სადაც თავისი მონარქიები ყავთ, ხო? აი, შეხედეთ როგორი ეგალიტარული პრინციპია გატარებული მათ საზოგადოებებში, ხო? როგორ თანასწორობის პრინციპი აქვს თვითონ ხალხს, ერს, იქ ცხოვრებაში და იქ ყავთ მეფე, მაგრამ ის მეფე ხალხისაც ნაღდავს, კერაფერს იტყვის და გააკეთებს, ხო? ის პირიქით ზრუნავს თავისი ხალხის კეთილდღეობაზე და პრინციპში როგორც ერთ-ერთი რიგითი ისე მიიჩნევა და იქაც კი თანასწორობის და ეგალიტარულობა ნიშნავს ერთმანეთის თანაბარი უფლებების ქონის პრინციპი არის გატარებული და საზოგადოებაში ყველა ერთმანეთს ეხმარება და მიტომ არის წარმატებული სკანდინავიური მოდელების, მიტომ არის წარმატებული სკანდინავიური ქვეყნები როგორიცაა დანია, შვედეთი, ნორვეგია, ხო? და ხალხია, ესეთი ხალხი ვარგა ჩვენ ბუდიში, მაგრამ ხალხმა არ ვივარგეთ რა, ესა ფაქტორი. მონარქი ყავდა. აი მონარქია მე-17 საუკუნე საქართველოს. გვინდა თუ არ გვინდა ესეთი? კაი დღეში ვიყავით? ტყვეთას ყიდვა იყო მონარქია. კი აი ერთი გამონაკლისი ხო ესა ქვია მას სოლომონ მეფე, იმერეთის მეფე ებრძოდა აი ამ უბედურებას როგორც მონარქი, თუ გაგვიმართლებდა, ესე იგი კიდე შეიძლება ყოფილიყო ისეთი მეფე როგორც იყო სოლომონ, რომელიც შეებრძოლებოდა აი ამ უზნეობას და მთელი ქვეყანა გადაემტერა და მე კიდე მაინც ღმერთმაგნა და ომებში გაიმარჯვა ოსმალეთთან, მაგრამ იყო სხვა მრავალი, რომელიც პირიქით გაცხოვეს როსტომ ხაინი და ვიღაცები კიდე ხომ მთელი მას ქვეყანას და ახლა ესე იგი იმის იმედზე ვიყოთ რომ გაგვიმართლებს თუ არ გაგვიმართლებს კიდე ვიღაცაში ერთ მონარქში, ავიც რა ხალხო დაფიქრდება კარგად რა. გინდა ბაგრატიონის ის მოიყვანეთ ის და გინდა ახლა კიდე ბაგრატიონია თუ არა, კიდე იმას კაცული ვარ გაარჩევს ახლა დნმ-ის რა ქვია შემოწმება დაგჭირდება, მაგრამ ბაგრატიონების დინასტია მთელი ისტორია რო ავიღოთ, ხო? აი, განსაკუთრებით თამარ მეფის მერე. იმიტომ რომ აი რა, მანამდე მამაკაცის ხაზით უწევდებოდა, მერე უფრო ქალი, მერე თამარ მეფის პირველი ქმარი ვინ იყო, მეორე ქმარი ვინ იყო, მერე რუსუდანის პირველი ქმარი ვინ იყო, რუსუდანის შვილები ვიღა გამოდიან ბოლო ყველაფერს თავი დამნევთ, ხო რომელი დინასტია, სიმართლე რო თქვა ჩვენთან და აი ეს მაინც ბაგრატიონები დავარქვით და მაინც ხო მოლოდე მოყობოდა და მე ახლა აგინეთ, მე ის რა ქვია, ერეკლე მეორეს აგინებთ ახლა იმის გამო რომ რუსეთანო ხელშეკრულება დაამყარაოდა. ხოცა და იყო მთლიანად საქართველოს მაშინ გაერთიანებული ერეკლები თუნდაც ერეკლე მეორის დროს ერთიანი ქვეყანა ვიყავით დამოუკიდებელი და
გაერთიანებული საქართველო თუ იყო რაღაცა 7 სამთავრო და აქეთ იმრეთი და აქეთ სოლომონი და აქეთ ერეკლე და ერეკლე მარადამანები თავი ჩემი ქართლადისაც ვერ მიხედიაო რა ის გაერთიანება ხო და სამაგერო თუსთა ხელშეკრულების უდადასტურებელი რა ვიცი ხალხო რა ესე იგი ისეთ დისკუსიებს ააგდეთ ხოლმე რომელიც არც დროული არის და არც რეალურად დღეს და თუნდაც ახლა ჩვენ რეალობაში არანაირ შედეგს არ მოგცემს არანაირ პერსპექტივას არ გვაძლევს რომ დღეს ჩვენ ამით რაღაცა შევწვით უკეთესობისაკენ და რჩება მარტო საბოლოოდ მარტო საუბარი საუბრისთვის დისკუსია დისკუსიისთვის ფილოსოფია ფილოსოფიისთვის აი რაღაცა ეგ განხილვა პოლიტოლოგიურად აი რომელი სისტემა უკეთესია რომელი უარესია უკეთესი არის იმ ქვეყნებისთვის რომლებიც ამას იმსახურებენ აი ესე ვთქვათ რა სადაც საზოგადოება არის ჯანსაღი საზოგადოება არის მომზადებული ამისთვის არის უფრო მაღალი თვითშეგნებით და არავინ არ გაატარებიებს რა ქვია იმას მონარქს რაღაცა რა ქვია ზედმეტობებს არ გაატარებიებს და მოთხოვს პასუხს და პირიქით მონარქიც ცდილობს რომ იმ ხალხს თავის ქვეშევრდომებს და თავის ერს და ბერს ემსახუროს მათი კეთილდღეობისთვის. მეტყვი რომ იქნება იცოდეს რომ ესე თუ არ იქნება ის შვილები ვეღარ იცხოვრებენ ამ ქვეყანაში, ხო? და აი ასეთი ტიპის სახელმწიფოებისთვის კარგი არის და ჩვენაირი ტიპის საზოგადოებისთვის შეიძლება დამღუპველი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ და ხო იცი როგორი არის, ხა? მონარქია რა აგერ ბიძინა მყავს ვთქვათ რა ქვია ხო ფსევდომონარქად და იმაზე რა ამბავი არის ერთმანეთს ხოცავს ხალხი მისი მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეები ხო ესე იგი ანუ მონარქია მაშინ არის კარგი როდესაც ის ასრულებს ერის კონსოლიდაციის ფუნქციას გამაერთიანებელი როცა მაგათ ახლა ვავიღოთ ჩვენ მაგათად ბელგიის მაგალითი ხო არის ფლამანდრია არის ვალონია ხოშორის ორი სხვადასხვა ეთნოსი რომელიც ერთმანეთს ისტორიულად მტრობდა ხოცავდნენ კაცო ერთმანეთს შუა საუკუნეებში ისე რა ქვია ფრანგულად მოლაპარაკე ესენი რა ქვია ვალონები და იმას რა ქვია ჰოლანდიურად მოლაპარაკე ფლამანდრიელები თუ პირიქით ორი სხვადასხვა ენები გამაერთიანებელი არის მეფე და მონარქი ხო რომელიც აერთიანებს აი ამ იქ ხოშორის ერთი პარლამენტი კი რა ხუთი პარლამენტი აქვს იმ ქვეყანაში ხუთი პარლამენტია ბელგიაში რომ ესე იგი რაღაცნაირად ერთმანეთს ხალხი მორიგდეს და მოილაპარაკონ და თავპირისტროება არ წავიდეს როგორც ჩვენთან გაიგე რა ხდება და ჩვენთან იმის მაგალითად რომ ესე იგი მონარქმა გააერთიანოს ან მონარქი შეასრულოს გამაერთიანებელი ფუნქცია ერისთვის და შემაყალ ეს მშვიდობის ჩამომგდები პირიქით ჩვენთან იქნება გამყოფი პირიქით ჩვენთან იქნება ერთმანეთზე გადამტერების ფუნქცია იქნება ამ შემთხვევაში მაგასაც კი იქნება მე ესე მგონია იმიტომ რომ ხალხის მდგომარეობას რო უყურებ და უმრავლესობის ერის მდგომარეობას რო უყურებ რა მდგომარეობაშიც არის ხო აი იქ დაიწყება მე იგივე რაც ჩვენ დროს იყო რომ ერთნი იქნებიან მონარქისტები მეორე მხარე იქნებიან ანარქისტები და ერთი იძახის მეფე გადაგვაჩენს და იქნება რა ქვია ჩვენი მშველელი რა ქვია ღვთისმკურთხეული და მირონცხებული და მეორე ნაწილი იტყვის რომ ძის მეფე და ძის ბატონი და რაღა კიდე მეფე და ბატონი გვინდა ძის და იგივე 17 წლის რევოლუციას გაიმეორებენ ისევე მოხდება სამოქალაქო ომი ბაზალეთში ხო ხოცეს ერთმანეთი კიდე უარსად დახოცავენ ერთმანეთს და გვინდა რავი რა კარგად დავფიქრეთ მაგრამ დღესდღეობით გეუბნებით ხო რომ საქართველოში მაგაზე ესე იგი საუბარი არის ეგრევე მე თუ მკითხავთ ვიღაცეებისთვის ქულების დააწერი ამბავი მე ესე ვფიქრობ რა და რაღაცა დისკუსიები რომელიც მართლა ესე იგი გადაიტან ჩვენ ყურადღებას არარეალურ მოცემულობაზე თეორიულ რაღაცეებს როცა რეალური პრობლემები გვაქვს რომელიც დღეს და ხვალ და ზეგ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას და ამაზე არ საუბრობს იმაზე არ საუბრობს რომ ხალხი ბავშვების შიფშით გვეხოცება რომ ხალხი გადის ქვეყნიდან მეფე ვისი მეფე უნდა იყოს კი მაგრამ ბოლო არაბების და ირანელების და შემოსული არაბის ირანელის ქართული არ დარჩა ქვეყანაში და ვის აჯენთ ამ მეფეს თავზე კითხეთ იმ არაბს კითხეთ ჯერ თუ უნდა ამირა რატო არ შეიძლება რომ იყოს მაშინ ამირა ხო იყო ისტორიულად თბილისში ამირა ფადლონის ისა დინასტია შეიძლება იყოს მონარქია მაგრამ იყოს არაბი ფადლონის მონარქია ისევ რა რატომ გამორიცხავთ ამას იმ მომენტიდან როცა არაბები იქნებიან უმრავლესობაში დააყენებენ თავის ამირას თბილისში და იქნება მე მონარქია და იქნებით ბედნიერები როგორც იყავით რა 1000 წლის წინა ერთმა გვაშოროს ძალიან პესიმისტურად ვამთავრებ გონი დღევანდელ საუბარს სხვა გზა არ არის კობა რაღაცა სიცხეა ძალიან და იმანი მოქმედა რა ამ ხელა სიცხე 40 გრადუსი ხვალ 41 გრადუსი დაფიქრდა რაღაცა და ხვალ 42 იქნებაო და ნუ არ ვიცი რა ესე იგი ამის ნუ დააბრალებ უბრალოდ აბა რა ვიცი იმედი ისეთ რაღაცები ვისაუბრე დღეს რომ ასოს ვამისაუბრე ძალიან წარე რეალობაზე ისაუბრე რომლის ზოგჯერ საკეში ჩახედვა არ გვიყვარს ხოლმე მახინჯი ხარო სარკეს ვეჩხუბებით და ეს უბედურება გჭირს და დღეს შენი ლაივის სასაუბრო თემა მთლიანად ეს იყო რომ აი ჩვენ საკეში თითოეულ საკეში ჩაგვახედე მე ესე ვთვლი ეხლა ჩვენ საუბარს იმართლე რომ გითხრი მადლობა კობა
სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ მშვიდობიან ღამეს გისურვებ. მადლობა მაყურებელს ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, აქტიურობისთვის. ყველას ერთად გემშვიდობებით დროებით. მშვიდობიან სამყაროში შევხვედროდით. დროებით. მერტ ფესკენ. აი ხარ.